დიდი მადლობა მოგზანებისთვის ყველას. ამდენი ხანი ავყოფილად წარმოგვიდგენა არ მქონდა რა იქნება, რა შედგება ეს ყველაფერი და ძალიან მიყვარს რამდენი ხალხი მოვიდა და ესეთი პატივი მეცით და მე ჩემთვის ეს დიდი ამბავია და ძალიან პატივნაცემად ვზნობ თავს. და რო გითხრათ ესე იგი მე როგორ ვზნობ თავს, ამაზე გეტყვით რომ ჩემ მეგობარს მიგდარ ტარიელაშვილს და ნანა იოსელიანს ალბათ 20 წლის წინ კატა, რომელსაც ერქვა კოშმარი იყო სუშალი კატა და ესე ნოტეხილი კუდი ქონდა. და გადიოდა ხოლმე ზოგჯერ დაიკარგებოდა ეს ჩვენი შავი კატა და არ მოდიოდა 3 კვირა, 4 კვირა, 1 თვე და ყველას ეგონა რომ გაქრა, გაიქცა სადღაც და მე მოდიოდა ხოლმე ნაიარევი რაღაცა და ნაუმარი სახში და დაწვებოდა ხოლმე და 3 დღე ეძინა. ესე ჩამოვედი მეც, მაგრამ ძილის დრო არ აქვს უბრალოდ ერთადერთია და ეხლა უნდა რაღაც ლექციები წავიკითხო. და ესეთი სიამოვნება დაბრუნების უკან და რაღაც აი ერთად ყოფნის ისე ეხლა რომ ვისაუბროთ, მინდა რომ ოდნავ რაღაც აქ მარტო სპეციალისტები არ არიან და რაღაც რომ ისე დავიწყო პირდაპირ ჩემი ნამუშევრებიდან და ვისაუბრო, ამიტომ რაღაც მოკლე რაღაც დისკურსი რო გავაკეთე იმის გარშემო თანამედროვე ხელოვნება თქვა როგორ აღიქმება დასავლეთში, როგორ ხედავ მე ამას, ესე იგი როგორ აღიქმავს ის ხალხი, იმათვის რას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნება, ესე იგი რატო არის ესეთი აჟიოტაჟი თანამედროვე ხელოვნების გარშემო საერთოდ. ამის გარშემო მინდა ცოტა ვილაპარაკო, რახან თანამედროვე ხელოვნება, ნუ ჩვენ ალბათ უკვე ყველას გვესმის ეს აბსოლუტურად ყველა დონეზე, რომ თანამედროვე ხელოვნება ეს არ არის ხატავი, რომელიც ხატავს შენ გვერდზე. ეს არის რაღაც გარკვეული პრობლემატიკა, რომელიც გაფორმდა ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ომი, დიდი შრომით, ამ ხალხის, ამ ნიჭის, რაღაც დიდი ინტუიციით ხატრების და ბოლოს ჩამოყალიბდა და მიიღო ესეთი სახე, რომ არის რაღაც საზოგადოების შეკვეთა არის უკვე მხატვრობაზე, აი ესეთი ტიპის აღნიშნულებზე, რაც თქვა აი ჩვენ ვეძახით თანამედროვე ხელოვნებას. ეს თანამედროვე ხელოვნება, ესე იგი, როგორც ვიცით ყველა, ძალიან მძიმე მშობიარობა ჰქონდა, ურთულესი მშობიარობა ჰქონდა, რომელმაც გაიარა, ესე იგი რაღაც ალბათ დაჭირდა 20-30 წელი, სანამ ეს ყველაფერი გაფორმდა, სანამ რაღაც გაიაზრეს, რაშია გზავნილი თანამედროვე ხელოვნების, რა არის ამის აზრი ყველაფრის, რა არის გაბრძოლება, რანაირი ტიპის არის ეს და მე უკვე გახდა წარმოუდგენლად პოპულარული. ესე იგი, ისეთი პოპულარულია დასავლეთში, რომ ესე იგი მაგის პრესტიჟი თავისუფლად შეიძლება გაეჯიბროს თქვა არის რელიგიურ ინსტიტუტს თქვა ან რაღაცა პოლიტიკურს ან რაღაც იმდენად პოპულარულია და ამაში არის რაღაცა ძალიან ესეთი სიმპტომატური, ხო, რაში მდგომარეობს ეგეთი მაგის პოპულარობა და რატო არის ესეთი პოპულარული. რას იწვევს ხალხში თუ ესეთი გაუგებარია, თუ ესეთი მძიმე იყო ეს მშობიარობის პერიოდი, თუ ესეთი უცნაური და ამდენი აჟიოტაჟი და ამდენი სკანდალი მიყვებოდა, რატო გახდა უცბად ამდენად პრესტიჟული, იმიტომ რომ ხალხი რო დადის, აი თქვა სერიოზულ რაღაც ივენთებზე, თანამედროვე ხელოვნების თქვა ეს იქნება არტ-ფეები იქნება, თუ იქნება რაღაცა ვენეციის ბიენალეები ან დოკუმენტები, ეს არის ისეთი დიდი დღესასწაულია და ხალხი მიდის როგორ რაღაცა, ნუ აი არ ვიცი რა გითხრათ, რაც უწინ იყო თქვა რაღაც რელიგიური დღესასწაული, აი ლამის აი ესეთი დონის რაღაც მოვლენასთან გაქვს საქმე. და ეს ერთის მხრივ საშინად გამაღიზიანებელია და მეორეს მხრივ კიდე ნუ ინტერესია ძალიან დიდი რომ რატო რა ხდება ამის გარშემო. რაღაც ძალიან დიდი იმედია თანამედროვე ხელოვნებას და ეს ახლა დაიწყო პრინციპში, ხო, რა არის ხელოვნებისა და ახალი ეპისტემა დამყარდა და ეხლა და მუშავდება და ეხლა ვიცით ჩვენ მაგის ვიზუალური თქვა ნიშნების შექმნას და ვიძიებთ როგორ უნდა იმუშაოს ვიზუალურმა ნიშნებმა, მაშინ გამოდის რომ 100 წელი არაფერი არ არის და ახლა არის დაწყებული რა, ახლა შეგულივით არის. ამიტომ საინტერესო ყველა ესე იგი რაღაც პროცესის გააზრება, მეტნაკლებად, რომ მივხვდეთ რაში არის საქმე. ახლა როგორ დაიწყო შოკი. ხო, ყველა მიცით რა ხდებოდა ამის გარშემო და ესე დასავლეთში ახლა როდესაც ეს ყველაფერი მიიღეს და უკვე უყვართ და თავისი ისტორია გახდა და ეს აღარ არის რაღაც ისეთი რომ სამარცხვინო რაც ხდებოდა. ეხლა აქ ბევრი ისტორიები პატარ-პატარა, რომელიც უყვართ სუყვებიან ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი ესეთი არის იმპრესიონისტების გამოფენა ამერიკაში პირველი რომ მოეწყო. და ესე იგი შესასვლელის თავზე ეწერა დიდად რომ ორსულებისთვის შესვლა არ შეიძლება. ისეთი შოკია იმას, რასაც ნახავ ამ გამოფენაზე, ესეთი სიმახინჯეა, რომ შეიძლება რაღაც მუცელი მოეშალოს ესეთი ხალხს და არ შეიძლება ორსული შევიდეს. აი ესეთი რამე ეწერა და მე 60-იანებში რა ხდება? ესე იგი არის კითხვარი, მსოფლიო კითხვარი არის
და მსოფლიო კითხვაში, ესე იგი, ადგენენ რა არის ყველაზე პოპულარული ხელოვნება, რომელი რაღაც პერიოდი და იმპრესიონიზმი იღებს 60% მთელ მსოფლიოში, როგორც ყველაზე ესე სილამაზის მატარებელი ხელოვნება, რომელიც რაღაცა 70-80 წლის წინ არის სიმახინჯეთ ესეთ მონათული და დაწერილი გამოფენის შესასვლელთან, რომ ეს ისეთ სიმახინჯე, როგორი იცვლება ხედვა, როგორი იცვლება, ეს რამდენად პირობითია, როგორი ეს ყველაფერი არის რაღაცა კონსტრუქტი, რომელიც იცვლება შენ თვალწინ და მე ვიღებ და ფასეულობა ხდება სრულიად სხვა, აბსოლუტურად სხვა ფასეულობა. ეს არის ერთ-ერთი აი ისეთი ანეკდოტი, რომელიც ნუ დასავლეთში არის, ნუ ყველას ერიმება და ყველას ეცინება, რომ აი ესეთი რთულია მიიღება ახალი ფასეულობის გადაფასებას ფასეულობების. მე სხვა ანეკდოტებია ძალიან ბევრი ხო, თქვა რაუშენბერგთან დროს სახელოსნოში შევიდნენ თქვა კორესპონდენტები და რასაც ხელი არ მოკიდეს, ყველაფერზე იძახდა ეს ხელოვნება, ხელი არ მოკიდე, ვერ დაკიდეს ქურთუკი ვერსად, ვერ დაჯდნენ ვერსად, იმედი ყველაფერი ხელოვნება იყო ეს. მეორე კიდე ანეკდოტი იყო. მე არის ძალიან საინტერესო ისეთი მაგალითად მომენტები, რომ არის ნათქვამი რომ თქვა ორი ჟურნალისტი იყო პიკასოსთან შესული სახელოსნოში და აკეთებდა სწორედ აი ავინიონის კუნძულში, საიდან კუბიზმი იწყება. და რო გამოდიან უკან ერთი ჟურნალისტი იხსენებს, რომ მეორე ჟურნალისტმა მითხრა, მეო რომ ალბათ ამ კაცს ჩვენ რამდენიმე დღეში ან ერთ თვეში თავს ჩამოხშებულს ვნახავთო. აი ეს იმდენად დრამატულად აღიქმნებოდა ეს ახალი ესთეტიკა, ან ეს რაღაცა ვიზუალური ნიშნების რაღაც ახალი სისტემები, რომ ეს იყო დაკავშირებული ცნობიერების რადიკალურ ცვლასთან. და ეს იყო იმასთან, რომ ჩვენ გადავდივართ ზღვარს რაღაცის და ეს შეიძლება იყოს აი ესეთი, რომ შეიძლება კაცმა თავი მოიკლას, ან გაგიჟდეს, ან აი ესე დრამატულობასთან იყო ესე იგი გადაბრუნული. ეს ყველაფერი რასაკვირველია ძალიან უცნაურია რა, ესე იგი რასთან გვაქვს საქმე, რა ფენომენთან, რომელიც ესე მუშაობს ცნობიერებასთან, რომ ამდენად უნდა შეცვალოს ხო ცნობიერება და მე რატომ უნდა ხალხს ამის გაკეთება და ასე უცბად ხდება ესეთი პოპულარული ეს ყველაფერი. თვითონ შიგნითაც იცით როგორ ესე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ არიან პროფესიონალები, რომელსაც ეს ყველაფერი ესმით, აზრი არიან და იქით არიან ვიღაც ხალხი, ვინც არიციან, თქვა მასა და ის უპირისპირდებიან და ვერ იგებენ რა. ესე არ იყო თვითონ მხატვრებიც ესე იყვნენ ზუსტად, ისევე უკვირდათ. აი ამის შესვენ, ვინც რაღაც ახალი მოქონდა, იმათაც ეგონათ, რომ ერთადერთი ღირებულება ახალი, რომელიც აი მოვიტანეს და ესთან დამკვიდრეს და ის ისტორია და ასე იცვლება. ესე იგი ამ ხელა რაღაც კულტურული კონსტრუქციები ესე ნიველირდება მათი ფასეულობა და ახალი შემოწმება ეს თითქოს ავიწყდებოდათ კიდევ და კულტურული დიდი რაღაც პერიოდები რო ავიღოთ დროის ხო ის თითქოს დავიწყებულიც კი იყო. ესე იგი რანაირი სიტუაცია იყო მაგალითად თეოდორ რუსო თვითონ რო იყო ბარბიზონელი და რომ ესე იგი დიდი ამბები ჩაატარეს და რაღაც მოიპოვეს როგორც იქნა პოპულარობა და გახდნენ მხატვრები და აღიარება მიიღეს და მე კომისიაში არის თვითონ თეოდორ რუსო და ამ დროს რა ხდება მოაქვს პისაროს ნამუშევარი გამოფენაზე და ესე იგი რუსო არის კომისიაში და ეგუნება რომ ნამუშევარი არ ამას მე არ მივიღებ ეს ის არ არის აი აქ ეგუნება რომ თქვა აი რაღაცა მონასმი იმისი ფუნჯის არ ეკრობა ზედაპირს ეს არ არის აი აქ რა ვიბრაცია იმდენია რომ აქ უკვე სახე და თქვა იმეჯი აღარ იხატება აი ეს რამებს ეუბნება კრიტიკას ეუბნება სერიოზულს ესე იგი და მე ამის შემდეგ პისარო ხდება თვითონ აღიარებული მხატვარი იმპრესიონიზმი ხდება რაღაცა და მე თვითონ პისარო არის უკვე კომისიაში და სინიატის სურათს აგდებს როგორც კომისიის წევრი ესე იგი ეუბნება რომ მექანიციზმია ეს მხატვრობა არ არის ეს არის მექანიკური რა აქ არ არის სული აქ არ არის რა ესე იგი კიდევ იგივე გადახარისხება კიდე იგივე ესე იგი რწმენა რომ მე მოვიტანე და აი რაღაც არის და მე ის წამს რაც მე მოვიტანე ამის შემდეგ ესე იგი იგივე სინიაკი ესე იგი აგდებს კომისიის დროს თვითონ კომისიაში მატის თავისი შედევრით რომელსაც ქვია სადნასლაჟდენი სურათი არის მაგის შედევრი ის არის გაგდებული და ამბობს რომ ესე იგი რუსულად მახსოვს რა ეწერა აჩკავცირატის თუ ეს არის აი ეს არის აგებული ესენი ვითარდება ესე იგი ესეთი დინამიკა აქვს და ესეთი გენეზისი თანამედროვე ხელოვნებას და ეს ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს ესე იგი აი ესეთ მოვლენასთან რო გაქვს საქმე რომ თვითონ პროფესიონალი თვითონ ადამიანი რომელიც ესე იგი ამდენად ჩართულია პროცესში აი ესეთ რაღაც კატაკლიზმებში არის გახვეული სული მოკლედ ამის გამო რომ აი ესეთი რთულია ეს ყველაფერი და ამდენად იწვევს ესე იგი ადამიანში ეს დიდი ინტერესი ეს დიდი სიყვარული გაჩნდა აი ამ პროცესების
ძალიან დიდი სიყვარული გაჩნდა აი ამ გადაფასებების, აი ამ გაუთავებელი დინამიკის და გემო გაუგეს, რას ნიშნავს დინამიკა აზროვნების, რას ნიშნავს დინამიკა გადაფასების და ეს მოდის რასაკვირველია ნიჩედან და ნიჩესთან იწყება ეს გადაფასების თემის სისტემები და იქიდან არის წამოსული და ამის რეალიზაცია ხდება უკვე ვიზუალურ ხელოვნებაში და ნიშნების დონეზე, თქვა ვიზუალურის და შემოქმედებას, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით, თქვა აი ესე თანამედროვე ხელოვნებას. და საინტერესოა და მახასიათებლები როგორი არის, თქვა, ხომ, აი თანამედროვე ხელოვნებას. ვერასოდეს ვერ იტყვი რა არის თანამედროვე ხელოვნება. შეიძლება ნახო რაღაც აბსტრაქცია, თქვა, არა? ეს შეიძლება არ იყოს თანამედროვე ხელოვნება. არავითარ ესთეტიკურ მახასიათებლებამდე არ დადის თანამედროვე ხელოვნება. შეიძლება კონცეპტუალური ნამუშევარი იყოს ფორმით, შეიძლება იყოს აბსტრაქტული, შეიძლება იყოს ფიგურაცია სულერთად და არ იყოს თანამედროვე. ამავე დროს შეიძლება ყველაფერი იყოს თანამედროვე. ესე იგი, არ დადის არც ერთ მოცემულობამდე, რომელიც არის აი რაღაც ესთეტიკასთან დაკავშირებული. სულ სხვა რაღაც კრიტერიუმებით არის შეფასება და მე მინახია მილიონი ხალხი, მაგალითად შედიან გალერეაში და შეხედავენ ნამუშევრს და ისგან let's go, we know all this is just salon shit. აი ესე შეიძლება თქვა და გავიდეთ სალონი, ეს არ გვაინტერესებს. იგი როგორც კი რაღაცა აი ის თავდება, რასაც ჩვენ ვეძახით, აი fresh, რასაც ვეძახით, აი იქ იმ მომენტში შენ წინ რაღაც შეიქმნა. როგორც კი ეს ხდება ფორმალური მომენტი, როგორც კი ეს ხდება ენა, რომელიც კულტურამ აითვისა, დაამუშავა, გაათავა და შინ მარტო ხდება კომუნიკაციის ფორმა გახდა. ის ეგრევე კვდება. ის ან ხდება კლასიკა, ან ჯდება რაღაცა როგორც ფასეულობის სისტემაში და ამ ფასეულობის სისტემაში ის მუშაობს როგორც კომუნიკაცია, როგორც ესთეტიკა, მაგრამ აი ის რაც უყვარს უნდა და ისთვისაც ეს ხელოვნება არსებობს, ის ხდება ხოლმე აი იმ მომენტში, როცა ეს იბადება, ეს ისეთი სიახლეა, რომ შენ აი ეს არის ყველაზე მთავარი რაც ახლა ვამბობ, შენი ცნობიერება უცბად გადაიწევს წინ. შენ ცნობიერებას ეძლევა საშუალება, რომ გადაწიოს აი ეს საზღვრები. იმ მომენტში არის აი ისეთი შოკი, როგორც პიკასოზე რო თქვა ერთ-ერთმა აი კორესპონდენტმა, რომ აი ეს კაცი შეიძლება ამან თავი მოიკლას და რაღაცა. ესე იგი, ადამიანი მიისწრაფის, რომ თავისი გორიზონტი გაზარდოს როგორმე, ხედვის იქნება, შეგრძნებების იქნება, ეს იქნება კონცეფციები, რომელიც მოუტანს უფრო დიდ რაღაც გადახარშვებს, რომელიც გადაწევს მაგის გორიზონტს. ესე იგი, სადაც აი ესეთი დინამიზმი თუ არ არის, იქ მაგრამ ეს ამის დადგენა ძალიან ძნელია, ხომ? ესე იგი, რაღაც წარმოუდგენელი ნიჭი გჭირდება აი ამ გზნობის, რომ სადამდე ისტორიამ, სადამდე განავითარა ფორმა, აი როდის იწყებს ის გადასვლას, არა? ესე იგი, აქ გჭირდება ძალიან ძლიერი ექსპერტები, ხო? ეს ექსპერტების ნაკლებობა ყოველთვის ყველაფერშია. ჩვენ ხო ვიცით ეგ არა ისტორიულად, რომ ჩვენი უბედურება არის, ჩვენ აყავს კარგი მასწავლებლები, ჩვენ აყავს ექსპერტები, ეს საერთოდ აქვს ეს პრობლემა. და ხელოვნებაში და მით უმეტეს ასეთი ტიპის ხელოვნებაში, სადაც ამდენი პრობლემა არის, ამ გაგების ესე იგი დაგროვილი, იქ ეს ყველაფერი რასაკვირველია სერიოზულ დონეზეა და ეს პრობლემები გრძელდება და დიდხანს. ალბათ ეს 40 წელი, 50 წელი სადაც 40-იან წლებში რაღაცა მეტნაკლებად უკვე გაფორმდა. ესე იგი, რა უნდა და რა არის აი ეს გზავნილი თანამედროვე ხელოვნების. ეს მოხდა ალბათ აი სანამ ამერიკული ექსპრესიონიზმი დაიწყება და უკვე მეტნაკლებად გასაგები იყო, რომ რაც სასულიერო სიბრტყეზე ხდება, ეს დამოუკიდებელი რეალობაა. ესე იგი, მიმეზისთან ამას არ აქვს კავშირი. ეს ხდება დამოუკიდებელი რეალობა. ეს იწყება რასაკვირველია სეზამთან, ეს იწყება რასაკვირველია კანძინსკისთან, მაგრამ აი როგორც უკვე მოდანილი გაცნობიერებული რაღაც მომენტი, როცა საზოგადოებამ ეს მიიღო და უკვე დაიწყო ამის დაფასება, აი ეს არის სადღაც ალბათ 40-იან წლებში, 50-იან წლებში ევროპაში აი ეს რაღაც ახალი აბსტრაქტული ხაზი დაიწყო და მაშინ ეს დაფუძნდა უკვე როგორც პრინციპი და როგორც მთავარი ღირებულება, რომ აი უნდა მოხდეს ყოველთვის გარღვევა, ენობრივი გარღვევა, ენას უნდა გაეზარდოს ბევრად ეს პოტენცია თავისი ცნებების დონეზე უნდა ესე იგი მოხდეს ეს გარღვევა, ცნებებს უნდა ესე იგი დაეწყოს აი ეს დეკონსტრუქცია და მიეცეს ახალი სივრცე მიეცეს, გაფართოვდეს, გადაზავდნენ ერთმანეთში, რომ ესე იგი არ მოხდეს ეს ჩაკეტვა და აი აქ იწყება მე უკვე რაღაც კონცეპტუალური რაღაც ტრენდები იწყება ახალი და მოკლედ ეხლა სხვა პრობლემა რა არის? თქვა აი ეს დინამიკა გააცნობიერეს, თქვა რომ აი არსებობს აი ესეთი ფასეულობები, აი მოსასრული დინამიკა, ეს მიიღეს, მაგრამ არის კიდე სწავლების პროცესი, ხო? სწავლების პროცესი, სადაც შენ არა გაყარი აი ეს ინტერსუბიექტური ენა,
იქ ძალიან რთულია ლაპარაკი რა უნდა ასწავლო, როგორ მისცე გეზი, თქვა, როგორ ჩამოყალიბდეს მხატვარი, რა ფორმით, როგორ შესთავაზო ეს ყველაფერი. ეს გახდა მეორე, ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულია და დღესაც არ არის გადაწყვეტილი ეს პრობლემა და აკადემიები, თქვა, დასავლეთში არის ძალიან ჭრელი, ძალიან ბევრნაირი. ესე იგი დაწყებული აი რაღაც ძალიან რუტინული და მაგრამ მე რო ჩავედი მახსოვს პირველად ესპანეთში მადრიდის აკადემიაში რო შევდი გული შემიწუხდა რომ ჩვენ აკადემიაზე უარესი იყო ისე დღეში იყო ხალხი და ამავე დროს ესე იგი თქვა გერმანიაში ბოის უკვე მოთავებული ქონდა სწავლება დუსელდორფის აკადემიაში ისეთი განსხვავება იყო რომ ესე იგი რომ დუსელდორფში წარმოუდგენელი სიახლეები იყო უკვე შესული და ლამის დამთავრებით ბოისი უკვე წასული და გაგდებულია და აქ კიდე იმაში მადრიდში ხო იგივე ევროპა რაღაცა ხდება ნუ რაღაც წარმოუდგენლად რაღაცა აი მართლა დრომოჭმული ესე ზიანის სტუდენტები და რაღაცა ხატავენ და ესე იგი რახან მოთხოვნა ესეთი ზუსტად გაფორმდა საზოგადოების მხრიდან ამიტომ არის ეგეთი აკადემია რომ ამდენ სტუდენტს და მე გამოდის იქიდან მხატვარი მოთხოვნა არ არის მის ნამუშევარზე არის ჰაერში და ამიტომ გადახარისხება ძალიან სწრაფად ხდება ამიტომ გახდნენ ესე იგი გერმანული აკადემიები თქვათ ბერლინის აკადემია ბერლინიდან დუსელდორფი მე დუსელდორფს მოყვა თქვათ ფრანკფურტის აკადემია გახდნენ ძალიან პოპულარულები და ყველა ქვეყნიდან ესე იგი გერმანიაში მიისწრაფოდა ყველა ამას ესე იგი აყვარ ძალიან ძლიერი თეორიული ბაზაზე ძალიან ძლიერი არის ლონდონის აკადემიები, სადაც თეორიაზე არის მთელი, ესე იგი მთავარი არის თეორია ლონდონის აკადემიებში, გოლდსმითში, როიალ აკადემიაში და ამერიკული ესე იგი იელის და თქვა კოლუმბიის. აი ეს არის წამყვანი, სადაც მოხდა დიდი ძვრა და სხვანაირი სწავლება. სწავლება რაში მდგომარეობს, ძალიან გაგეცინება და ძალიან საინტერესოა ისევ რაც ხდება. ესე იგი ეს არის მაგალითად მქონდა ლექცია კოლუმბიაში და შევხვდი კათედრის გამგეს ესე იგი ვიზუალ და ვეკითხები სწავლების შესახებ და მეუბნება ზუსტად იგივეს რაც უწერია დუსელდორფის აკადემიაში ესე იგი რექტორაც წიგნში რომელსაც აძლევენ პირველად სტუდენტს ჩვენ აქ არაფერს არ ვასწავლეთ აი ესეთი პირველი წინადადება ჩვენ ვასწავლეთ მხოლოდ ატმოსფეროთ ესე იგი იქნება ატმოსფერო, აი შემოქმედებითი ატმოსფერო, აი ის რომ ადამიანი დადგეს პიროვნება, რომ გაეხილოს თვალები, რომ ესე იგი დადგეს პერსა, მიხვდეს სამყარო და მე ვარსებობ, რა პრობლემები არსებობს სამყაროში, ვინ ვარ მეში. ესე იგი აი ამას ზდიან ადამიანში. აქედან იწყება მხატვარი მაგათვის. ეს ვიზუალური ენა ეს მომყოლია ყველაფერი, ამიტომ არის რომ ესე ვიზუალურ ენას როგორ უყურებენ, იცით, როგორ ისე რომ შენ და ასწავლე მე ამაში ჩაიტენოს რაღაც შინაარსენ, ჩაიტენოს შენი პრობლემა. არა, ეს უნდა იყოს მომყოლი, აი როგორ თქვა პიროსმანი აფორმებს, ხო? აი ძალიან ისეთ ორიგინალურ ენას თავის ხედვაში. აი ესეთი რაღაც პროცესებია. ახლა პიკასომ თქვა ფანტასტიკურად მაგაზე. ყველა ჩემი მეგობარი, ჩემი ჩაფრით იძახის ჩვენ ყველანი ვართ თვითნასწავლი მხატვრები. და იძახის რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით საკუთარ ვიზუალურ გამომსახველობით სისტემას. ჩვენ ვქმნით საკუთარ ვიზუალურ გამოსახულებით სისტემას. აი ამაში არის საქმე. ამიტომ არის რომ შენ რომ მოსწავლეს უნდა ეგ როგორმე აი მიიყვანო მანდამდე აქ არის ძალიან რთული. აქ ვერ არის რომ მე ვიცი და ახლა გადმოგცემ შენ რაღაცას. ეს არის სულ შემოქმედებითი პროცესი. სულ უყურებ აი სადიბადება ეს რაღაცა ისეთი აუთენტური სადიბადება ნამდვილი სულ უყურებ რა ის შენ ფაქტიურად ეხმარები რომ კულტურაში არ შეიჭრას. რომ კულტურამ არ გადაუფაროს აი რაღაც ისეთი ან გაუღვიძო იმდენად აი საკუთარი ხედვა იმდენად აი ეს ტკივილი გაშიშვება სამყაროს მიმართ რომ აი ეს არის მთავარი ეგეთი რაღაცა ნუ არ ვიცი მაშინ კიდე პროფესორი გურუც უნდა იყოს ხო რაღაც ისეთი სულიერი პრობლემები მართლაც ეგრეც არის პრინციპში და ამის გარდა ეგ კიდე არის რა იცით აი რაღაც ატმოსფეროს რო ეძახიან ატმოსფეროს როგორ ზდიან მაგალითად დუსელდორფის აკადემიაში არის ძალიან ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავები მოყავთ აუცილებლად სასწავლებლად ეს არის მოუწია აი რასაც რო ეძახით სუპერსტარს ხო ეგეთები არიან და აი მაგათთან ერთად მოდის მაგათი აურა აი ამ სუპერსტარი ეს ის არ არის მარტო ის მოვა და რაღაცა ჭკუას დაგარიგებს სუპერსტარი არა ერთხელ ენდი ვორჰოლთან შევიდნენ ესე იგი და ეუბნებიან რომ Andy we want to buy something from you და ახლა მაგ მარტო გაყიდვაზე იყო მთელი ცხოვრება ეგ მაგის შემოქმედება გაყიდვა და ხო და whatever უთხრა აგრე no not this უთხრეს არა მე ჩვენ გვინდა ვიყიდოთ თქვენი აურა უთხრეს Andy Warhol-ის აურა აი აურით ასწავლის კიდე
აი ეს აკადემია. ასწავლის აი იმით, რომ აი ეს რაღაც ისეთი სტარი, რომელიც შეიქმნა, რომელიც პიროვნებად გაფორმდა, რომელიც მოიტანა აი ესეთი ორიგინალური გადაწია, იმის პარამეტრები გაზარდა, რომ აი ეს მხატვარი იქ არის და შენ სულ გინდა რომ რაღაც შენი მოდელი ააგო, შენი მოდელი შეძლო, რომ პარალელურად განავითარო შენი მოდელი. აქ და იწყებ აი ამაზე მუშაობას. აი ესეთი რაღაც სირთულებია და ესენი თან როგორი რა ჩვენ აქ ვლაპარაკობ და ამას ვერ დააფიქსირებ. ეს ყველაფერი არის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესის სულიერი. ისე რა მინდოდა მეთქვა რომ აი რა არაფერი არ დადის თქვა აი ვერ იტყვი ფორმალურად რომ აი რა არის თანამედროვე ხელოვნება იმიტომ ვერ იტყვი რომ ეს არის ძალიან ღრმა სულიერი პროცესები რომლებიც უბრალოდ როგორც ისახება როგორც სარკეში ფორმაში მაგრამ ფორმა არ საზღვრავს ამ პროცესებს ეს ვერასოდეს თანამედროვე ხელოვნება ვერ იქნება ნასწავლი ფორმით ფორმა უნდა შეიქმნას აი უშუალოდ პროცესში ეს არის ბენიამინის თავარი ესე ვალტერ ბენიამინის თავარი ესე თეზისი რომ ფორმა უშუალოდ ისე любая იდეა ყოველი იდეა ხორცისხავს მხოლოდ აი ამ შექმნის დროს ეს ერთად ხდება ეს პროცესი და აი ეს არის რომ უნდა გაატარო ამიტომ ესე იგი ეს სწავლების პროცესი ყველაზე რთული გამოდგა როგორ უნდა მიიყვანო აი ამ მომენტამდე ესე იგი ბავშვი რომ აი დაიწყოს ახალგაზრდა იგი ეხლა მიხმარი ისევ აი შეცდომით ეს სიტყვა ბავშვი იგი მაგაშია საქმე რომ ბავშვად არავინ არ ხედავს დასავლეთში არავინ ეს იგი სტუდენტი რომ მოდის ეს არის პიროვნება შეიძლება უნდა იყოს პიროვნება თვითონ უნდა ქონდეს გზნობა რომ ეს არის პიროვნება წარმოუდგენელი თვითშეგნება აქვს სტუდენტებს წარმოუდგენელი აკადემიაში რომ მოდის იმან იცის რომ ეს იგი იგუპება თუ არ გახდა მართლა დიდი და კარგი მხატვარი მართლა ეს იგი იმიტომ რომ ამთავრებ აკადემიას სხვა რაღაცას ვერ გააკეთებ შენ დაამთავრე აკადემია შენ ხარ აი შემოქმედი და შემოქმედებით რაღაც უნდა გააკეთე მაგარ გამოგედგება არაფერში შენ რო სხვის ხატვა ისწავლო ლოყის ხატვა ისწავლო ამით არაფერს არ გააკეთებ ფულს ვერ გააკეთებ პროფილი ვერ დადგები უნდა გახდე დიდი მხატვარი საშინელი დაძაბულობა აქვს სტუდენტებს საშინი ძალიან ძლიერად მუშაობენ სულ უყურებენ გარემოში რა ხდება როგორ ვითარდებიან პროცესები ესე იგი ძალიან ადევნებენ თვალყურს ესე იგი თელ აი ამ რაღაც არ ვიცი რასაც ქვია ეს ავანგარდული რაღაცა პროცესები რომელიც არსებობს კიდევ აი ამ სულში გარენ ამავე დროს პროფესიულ საქმესაც რასაც ქვია მენეჯმენტი რასაც ქვია სოციალიზაცია ამასაც ძალიან აქცენტი ყურადღება ძალიან ტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება იმიტომ რომ მართლა გაწეწილები არიან ისეთი დაძაბულობა ეს იგი მე ხო ვიცი ახლა დაახლოებით რომ აქ ნახევრად ძინავს სტუდენტებს უნდა გამოფხიზდნენ სხვა გზა არ არის თუ თქვენ ამ კულტურის ნაწილი ხდებით და ამ კულტურის ნაწილი გინდათ იყოთ და იმუშაოთ და ესე მოხდეთ აი იქ სადაც ნუ აი თქვენ გინდათ რომ აი აღიაროთ და იყოთ ამას ჭირდება უზარმაზარი დაძაბულობა ძალიან ბევრ სხვადასხვა დონეზე ეს არ არის მხოლოდ შემოქმედება მხოლოდ სულიერება მხოლოდ ეს არის აი სოციალიზაციაც ეს არის ყურადღება მიხვედრა როგორ მუშაობს საერთოდ კულტურა როგორ მუშაობს სოციუმი როგორ სოციუმი და კულტურა როგორ ზავდებიან ერთმანეთთან როგორ კონტაქტში შენენ ეს ყველაფერი არის სტუდენტის თავზე და ამას მართლა იღებენ თავის თავზე ძალიან დიდ დაძაბულობაში არიან ძალიან ბევრი ვასწავლე 9 წელიწადი ვასწავლედი ესე იგი სხვადასხვა სისტემებში ხანძუსებრებში ვასწავლედი 5 წელი ვიყავი მე ბერლინში ვიყავი მე ბონში ვიყავი უნივერსიტეტში და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი თვითონ ეს სხვაობა როგორია ამ აკადემიებს შორის და როგორი არის საერთოდ აი ეს ატმოსფერო სწავლების და სტუდენტის გადავიდეთ ერთი ნაბიჯით კიდე გადავდგა წინა რა აი უცნაურ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ რასაც ქვია აი თავის საკითხი რასაც ამ თავის საკითხს დავსკებ უცნაური მაგალითიდან რაც მინდა გითხრათ ეხლა მახსოვს სადაც ვიყავი წასული რაღაც საქმე მქონდა რაღაც და რაღაც გადამქონდა ჩემი სურათები და რაც ეზოში ვიდექ ვწვიდი რაღაც მანქანას და მოვარდა პატარა ძაღლი. ეს საყვარელი თეთრი ბალონკები რო არიან და კუც რო აქნებენ და მოკლედ დეს ჩაატარებენ რომ მარტო კოცნა გინდა და მოფერება და რაღაცა მიიყეფა და მირბინა გარშემო და რაღაც მოკლედ დამადნო არა ვარ სენტიმენტალური მაგრამ დამადნო ბოლომდე და ნუ რო დავიწიე და უკვე უნდა მოვეფერო და უცბად გაქრა გაიქცა სადღაც ეს დარჩეს ხახამშრალი მოკლედ და აი ზუსტად 3 წუთში მორბის და რაღაცა პირში გაჩხერილი და უყურებ რა ხდება ვფიქრობ რა ხდება მომიახლოვ და ახლოს და ხედავ აი ამ ხელა მკვდარი ვირთხა ყავს პირში გაჩხერილი აი ეს გაბწყელებული აი ეს სერი ვირთხა პირში გაჩხერილი და აი ეს ბალონკა რომ მინდოდა ჩამეხუტა და რა მეკოცნა და პატარა თოთო ბავშვი გიყვარდა და აი ამ ხელა ვირთხით მომადგა
ესე იგი ეს იყო როგორი შოკი. მას აი ეხლაც რო გიყვებით ამდენ ხალხს, ეს იყო უდიდესი შოკი, იმიტომ რომ აი მოვხვდი აი რასაც ქვია ონტოლოგიურ ჩიხში. ის ჩემი კულტურა, რომელიც აი ესე მაჩვენებს, რომ ეს ბალონკა ეგეთი შეიძლება იყოს და ესეთი ლამაზი, ესე შეღარაფერს გავნებს და ესეთი რომ აი აქეთ როა ეს სამყარო და უცბად მთელი თავისი სიცხადით გამეცხადა, რასაც ქვია ფილოსოფიაში და ფსიქოანალიზში real. ხო, აი უცბად ეს real-ი დაუპირისპირდა აი ჩემ კულტურას, ხო? უცბად ეს კულტურა ისეთი პატარა, ისეთი უსუსური გამოდგა ეს ჩემი პატარა ბუდე, სადაც მე ვიყავი აი ამის წინაშე. და მახსოვს რომ ესე იგი ხო საშინელი შოკი იყო და კიდე ეს გულის რევის გზნობა და რა და მე გამახსენდა მთელი ეს ფილოსოფია, როცა თქვა კრისტევა იძახის რომ გულის რევით იწყება კულტურა და გულის რევა რომ გიჩნდება ადამიანს, იქიდან იწყება საერთოდ კულტურა, აი მოხსოვრი დროიდან და რაღაც თქვა რუამბოს ბატაი თქვა რომ ფეკალური მასიდან იწყება კულტურა და აი ეს ძალიან დიდი რაღაც ეგეთი იდეები და კონცეფციები უცბად ეს ყველაფერი წამიდგა თვალწინ, იმიტომ რომ მე ვიყავი აი ონტოლოგიურ შოკში იმ მომენტში. აი ეს ონტოლოგიური შოკის გარეშე დღეს ხატრობა არ შეიძლება მოხდეს. ეს თუ შენ ამას თუ არ უყურებ, შენ თუ აი ამას არ აღიქვამ, შენთვის ეს თუ არ არის გაცხადებული, აი ეს ტკივილი საშინელი, არა იქიდან არ დაიძრება აი ის, რასაც ეძებს თანამედროვე ხელოვნება, აი გასვლას, რასაც ქვია on the real. და ამ real აი რა ნიჩეს აქვს ერთი ეგეთი ფრაზა, ძალიან მოკლე ფრაზა, რომელიც არ დაუმუშავებია საერთოდ. ეს დაუმუშავებელი ფრაზა იყო, მე ჰაიდეგერმა ამას ესე იგი ბევრი კომენტარი გაუკეთა, ძალიან საინტერესოდ დამუშავდა ეს რაღაცას იძახის, რომ ესე იგი real is covered with the language. ესე იგი რეალური გადაფარული აქვს ენას. ესე იგი იმ დროს რა არის დამუშავებული, ჯერ real არის, რაც არ არის გარკვეული რეალი real. მე იყო თქვა ლაკანის დროს ეს მუშავდება და გასაგები ხდება, რომ ესე იგი reality არის ერთი რაღაც და real არის მეორე რაღაცა. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ორი ცნება. იმაზე, რასაც ლაპარაკობს ნიჩე, არ არის reality, არის real. და ეს real-ს ჩვენ ვართ მოწყვეტილი. საერთოდ არ აქვს მაგასთან კონტაქტი. და ლაკანს აქვს ძალიან საინტერესო ნათქვამი, რომ იძახის, რომ ესე იგი რელიგია, თანამედროვეობთან გოლში, რელიგია, ხელოვნება, ფილოსოფია, ფსიქოანალიზი, რაზედაც სულ მუშაობს, აი რასაც აკეთებს, რომ არის მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი წამით დავინახოთ რა არის real. და ამ real-ს მოწყვეტილი ვართ კულტურის გამო. იმიტომ რომ კულტურამ ყველაფერს მისცა სახელი, ყველაფერს აღნიშნული დაუნიშნა, აღნიშნულმა შექმნა სისტემები, ფასეულობების, იერარქიები, სუბორდინაციები და აი ამის ნაწილი ვართ ჩვენ. და ეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ფორმა, გარკვეული ფორმა ჭეშმარიტების ვიმყოფებით, ხო? აი ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ აი მივეცით რაღაცა ფორმა. ყველა ფილოსოფოსი ცდილობდა თქვა მოდელი შეექმნა, ხო, სამყაროს ერთი, მეორე, მოიტანა ეს რაღაცა ისეთი ფორმით, რომ აი თქვა აღწერა იყო სრული. თქვა სამყაროს, ხო, თქვა ჰეგელი ცდილობდა, მარქსი ცდილობდა ამის გაკეთებას. უბრალოდ ეს აი ეგ არის ის, რომ ჩვენი ენის შესაძლებლობებით ვცდილობთ, რომ მივცეთ ფორმა სამყაროს და ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენი ენა იმდენად მარტივია, იმდენად უბრალოდი, ისეთი წყაროდან მოდის, ესე იგი ეს წყარო არის ჩვენი შეგრძნებები, რომელიც არის მიზერული პატარა. ესე იგი ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნია ის მასშტაბი, რაც აქვს შეგრძნებების უნარი და რამხელა არის, როგორი გაუთავებელია შეგრძნებების, იგივე თქვა არ ვიცი, აი იქნება მწერები თუ იქნება რაღაცა სუპერ არსებები თუ რაღაცა, ისე იმდენი შეგრძნებები არის, ჩვენ მოგაკ აი ძალიან პატარა დიაპაზონი და ამ დიაპაზონიდან შექმნილია ჩვენი ენა მხოლოდ. და ეს ენა თავის თავს კიდევ ავრცობს და კიდე ავრცობს, მაგრამ ვერასოდეს ვერ გადაფარავს. ამიტომ არის რომ აი ეს კრიზისები, დიდი ესეთი სისტემების, რომლებიც ცდილობენ, რომ ესე იგი მთლიანად აღწერონ სამყარო, მე იწყება მათი კრიზისები. და თქვა და ის რაც მარქსის მოსდის, თქვა იგივე თქვა ჰეგელს როგორ ებრძვიან, თქვა არ ვიცი, ვინ იქნება კირკეგორი თუ შუპენჰაუერი. ესე იგი ეს ყველაფერი გამჭვირვალეა იმით, რომ ჩვენ ვიწყებთ ნელ-ნელა რწმენას ხოლმე, რომ აი რაღაცა სისტემამ შეიძლება გადაგა. ამას ეძახდნენ გრანდ ნარატივებს, ხო? და ამ გრანდ ნარატივების დიდი პრობლემა შეიქმნა და მოიტანა გრანდ ნარატივებმა ისეთი რთული სიტუაციები, როგორც არის ფაშიზმი, როგორც არის კომუნიზმი, ესე იგი თავისთავად ამოწურა, იმდენად დიდი კრიზისები მოიტანა ჩვენთვის. დაიწყო ამ ყველაფრის სერიოზული გადაფასება, ამ ყველაფრის გადაფასება.
და ნელა ადამიანმა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ არ ჭირდება ესე იგი სქემატურად და არ ჭირდება ამას ყველაფერს ყოველთვის აგება ერთ რაღაც სისტემურ ტანად. რომ არსებობს სრულიად სხვა დამოკიდებულებები და ამას ქვია აი დინამიური ცნობიერება. რომ დინამიური ცნობიერებაში არ არის საჭირო ჩვენ დავაფიქსიროთ სტატიური გავხადოთ, ესე იგი რაიმე შეხედულებული ან კონცეფციები, რომ არის სრულიად სხვა ხედვები, მაგრამ ამ სრულიად სხვა ხედვებს ჭირდება ესე იგი აბსოლუტურად სხვა აპარატის შექმნა, აქ ლოგიკა არ მუშაობს, ხაზობრიობა არ მუშაობს, აქ არის რაღაც თქვა შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს უფრო პოეტიკასთან არის დაკავშირებული, უფრო მეტაფორებთან არის დაკავშირებული, ეს სხვა ენებია და რაღაცა ძვრები დაიწყო კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ახლა არ მინდა ძალიან გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკი, მაინც მოდერნიზმზე დავრჩეთ და მაგის გარშემო ვილაპარაკოთ. ესე იგი ეგეთი ბუდასთან მივიდა კაცი და კითხა. მითხარითო რამე ჭეშმარიტებაზე ესეთი შეკითხვა დაუსვა. და ბუდამ ესე უპასუხა. ესე შეხედება აი ხო არისო ტყეო. ამთხა ხო რაო ბევრი ხე არისო ხო ტყეშიო. კიო ბევრი ხე არისო. აი რამდენი ფოთოლი არისო ამ ხეებზე წარმოგიდგენიაო? ამთხა კიო აი ამდენი ჭეშმარიტება არსებობსო. ესე უთხრა ბუდამ. ესე იგი ამით რას ამბობს ჩვენ ხო ვეძებთ რასაც ქვია ხო eternal truth ხო რაღაც ერთადერთ ჭეშმარიტებას ამას ვეძებთ ხო მაგრამ ამით ეუბნება რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტება ჩვენ დონეზე ამის რეალიზება არ ხდება ეს არ არის უბრალოდ არ შეიძლება მოხდეს და ჩვენი ცნობიერება არ არის იმისთვის ესე იგი მობილიზებული არ აქვს ეგეთი აპარატი რომ შეძლოს აი რასაც ქვია ეს eternal truth მოიზიდოს და მოგიტანოს ფორმით და ამიტომ ეუბნება რომ აი ეს უსასრულო რაოდენობით რაც აი ეგ არის აი ეს არის truth იმიტომ ყველა ფაქტს გააჩნია თავისი ადგილი აი ეს ადგილი არის მისი truth ამ ფაქტის ადგილი არის truth და ეუბნება რომ აი რამდენი ფოთოლიც არის აი ამდენი truth არის ლაკანიც იგივე სიმეორს ეუბნება აი მაგას ქონდა ფანტასტიკური სერიები TV ინტერვიუები ერქვა მე მგონი აღარ მახსოვს ზუსტად და ესე იგი TV-ში ქონდა გამოსვლები ურთულეს რაღაც თემებზე ლაპარაკობდა და იქ იძახის მე ყოველთვის ლაპარაკობ ჭეშმარიტებას მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტება ჩვენ დონეზე არ რეალიზირდება აი ეს დაახლოებით აი თანამედროვე ხელოვნებას აქვს აი ეს კონცეფცია აღებული და აქედან იწყებს მუშაობას იმიტომ რომ რო ააგოს აბსოლუტურად ახალი რაღაც ახალი სისტემების სააზროვნო, რომელსაც არ ექნება, ესე იგი, ბაზად ის, როგორიც იყო აზროვნება ადრე. რატომ ვამბობ ამას ყველაფერს? იმიტომ რომ ესე იგი, ამის ნაწილი არის თანამედროვე ხელოვნება, აი ამ მუშაობის ნაწილია, აი ესეთი რთული მუშაობის ნაწილი. ჩვენ არ ვაკეთებთ ესთეტიკას, ეს არის მუშაობა ჩვენი სულიერების ფორმებზე, აი ესეთ იდეებზე, რომელსაც შეუძლია მოიტანოს გარღვევა. ესე იგი, ამოდან ნიშნე ხო, რომ აი ადამიანი არის bridge არის ხიდი ადამიანი ხო ეს კი ადამიანის ადგილი არის რომ აი აქ შეიქმნას და აი აქ მან შეძლოს თქვა აი რაღაც ჭეშმარიტება ჩემია და მე აი ამ ადგილას შემიძლია ეს არა ამას ეს გადასვლის მომენტია ესე იგი ჩვენ ვართ პროცესში გადასვლის ჩვენი ვალდებულება არის რომ ჩვენ ვიყოთ ამ პროცესში და ვეძებოთ აი ეს დიდი გარდასვლა და აი ამ გარდასვლას ემსახურება სწორედ თანამედროვე ხელოვნება იმიტომ რომ არასოდეს არ უნდა რომ დაფიქსირდეს საერთოდ რამე ადგილზე ამიტომ რომ თქვა იქ დელიოს ხო და წინს ქვია 1000 პლატო იმიტომ არსებობს 1000 პლატო არც ერთი პლატო არ არის არც საბოლოო არც მიზანი უბრალოდ არსებობს 1000 პლატო 1000 შეფასების კუთხე 1000 ფასეულობა რომელიც პლატოებია ისინი არ არის აგებული იერარქიულად აქ არის აი ესეთი დინამიურობა ესეთი flexibility რასაც ქვია ესეთი დენადობა აი ეს არის ის რისკენაც დღეს მიისწრაფის ესე იგი ხელოვნება და რაც უნდა რომ ესე იგი მოახერხოს რომ რეალიზაცია გაუკეთოს ჰაიდეგერს აქვს ამისი თავისებურად ძალიან საინტერესო ტერმინი რომელიც წინ გამოწია და ამ ტერმინს ქვია პოეზისი ამ პოეზიაში ეგდებს ესეთ განსაზღვრებას რომ ესე იგი ხარისხოვრივად რაღაცა რაც არსებობს თლიანად გაფორმებულია და აქვს თავისი საკუთარი უკვე ჩამოყალიბებული სახე აი თლიანად უარყოფს თავის თავს და იცვლის და ხდება ახალი ფაქტიურად ფილოსოფიურ ენაზე ამას ქვია to become other აი other როგორც სხვა ის რაც მე არასოდეს არ ყოფილა და არც წარმომედგინა რა შეიძლება იყოს იმიტომ ეს არის აი ეს აბსოლუტური სხვა პოეზისი როგორ მოაქვს ესე იგი პოეზიის მაგალითი რომ უნდა თქვას ესეთ რამეს იძახს აი როგორცო აბრეშუმის ჭია ხო რო იკეთებს რაღაცა თავის პარკებში და შიგნე მერე პეპელა ხდება რა აი ეგ მოაქვს მაგალითად ესე იგი ეგ იძახის რომ აი ხო არის ეს
ეს აბრეშუმის ჭია გაფორმებული არსება თავიდან ბოლომდე, ხო, ყველაფერი თელი კონსტიტუცია აქვს თავისი, როგორც არსებას. და მე რაღაცა შვება, რაღაც სიბნელეში შედის და იწყებს მუშაობა საკუთარ თავზე, რომ გახდეს აბსოლუტურად სხვა არსება. სულ სხვა. ესე იგი, კონსტიტუცია შეიცვალოს თავიდან ბოლომდე, ესე იგი, ვიღაცა ვინც გუშინ, თქვა, ფორთხავდა ძლივს დადიოდა, იმაზე უცბად ხდება პეპელა, დაფრინავს, ხო? ხდება ლამაზი, ულამაზესი, იცვლის qualities თლიანი. აი ამას ეძახის პოეზიის და ამბობს რომ ადამიანი არის ამ პროცესში. ეს არის პოეზიის პროცესი. ჩვენ ვართ ამის ნაწილი. და ამას რასაკვირველია, ამას უნდა რა ძალიან დიდი განზოგადება და სხვა პლატფორმიდან დაანახვა, რომ აი ამ სიგნალში ეხლა ვიმყოფებით და ეხლა ვართ აი ამ პროცესში. ნიჩეზე დაახლოებით მაგას იცავს, რომ ადამიანმა დაამთავრა ბიოლოგიური ეს განვითარება მოთავებულია, ესე იგი ეს აღარ არის საჭირო, მისი სხეული უკვე დაამთავრა, ეხლა მხოლოდ სულიერი განვითარება არის საჭირო და უნდა მოხდეს ეს მეტამორფოზა, უზარმაზარი მეტამორფოზა. აი ამ უზარმაზარი მეტამორფოზის ნაწილი არის თანამედროვე ხელოვნება და რახან ესე ემსახურება აი ამ დიდ იდეას, ხო, აი ამ გარდასახვის, გარდასვლის იდეას, ამიტომ არის საშინო პატევში. ეს რომ ყოველი მხატვარი, რომელიც ამას თავს აკრავს და იქ ცდილობს, რომ აი შექმნას კიდევ ერთი რაღაცა სტრუქტურა ენობრივი და კიდევ ერთი რაღაც დააფიქსიროს სულიერი რაღაც ახალი წვეთი ჩამოაგდოს და რაღაცა, აი ეს ძალიან უფასდება ყველა მხატვარს. და ამას ეძება, ამას ხო ყველა ვერ მოახერხებს, ამას ჭირდება სულიერი ნიჭიც, ამას ჭირდება პლასტიკური ნიჭიც, ხო? უნდა ენობრივი ნიჭიც ქონდეს, ხო, როგორ გააფორმა, როგორ ააგო ეს ყველაფერი. და ამიტომ ეს ითვლება такой, как ის არის რა, გმირობის ფორმატ ითვლება ეს ყველაფერი. და რა არის მთავარი, რომ რაღაცა მომენტში თქვა, ხო, აი რა ნიუტონის ფიზიკა რაღაც რო იყო და ძალიან დიდი ძრა იყო და დიდი იმედები ჰქონდათ მეცნიერების. ძალიან დიდი იმედი იყო მეცნიერება, რომ აი მეცნიერება არის ისეთი რაღაც, რაც და დავდგებით ჩვენ ერთნიშნულოვანება გააჩნია, შეგვიძლია ფაქტის დონეზე მოგიტანოს საქმე და აქედან შეგვიძლია ჭეშმარიტებას ვეზიაროთ. და მე ვთქვა, კვანტურ მექანიკა რო იწყება, უცბად ყველაფერი იბნება, ყველაფერი იშლება, იმიტომ რომ ეს ყველა კანონები თურმე სხვა დონეზე, სხვა რაღაც განზომილებაში სულ არ მუშაობს, ის განზომილება უფრო ღრმაა და უფრო ძირეულია, ვიდრე ის განზომილება, სადაც ჩვენ ვიყავით, მოკლედ ისევ იბნება და ისევ უცბად ხდება ის, რომ მეცნიერებას გამოეცალა აი ეს რაღაც ფუნდამენტი და მისი რწმენა ქრება. რელიგიამ თავისთავად ვერ გაამართლა, იმიტომ რომ რაღაც 2000 წელიწადია სიყვარულს ქადაგებენ და ბოლოს მე-20 საუკუნეში ყველამ გადახოცა ერთმანეთი და გაზის კამერაში შეუშვა ყველამ ერთმანეთი და 20 საუკუნე ქადაგებდნენ სიყვარულს, ხო? რაღაც ჯერ დახოცეს ერთმანეთი ამ სიყვარულის გულისთვის, ხო? და დაწყება ჯვაროს ნებიდან და მიდის გაუთავებლად, ხო? ესე იგი რაც ხალხს გძნობა, დასავლეთი ძალიან იბრძვის ან თავის რომ ესე იგი იდენტურობა გაიგოს, იდენტურობას კი არ ეძებს რომ მე ვიყო აი ეს დასავლელი, აი იდენტურობას ეგ იცებს რა არის ადამიანი, ამას აი ეს არის მაგის იდენტურობა, ვინ არის ადამიანი, რას წარმოადგენს ადამიანი და აი აქედან უნდა რომ გაარკვიოს რაში არის ეს. ამისთვის ძალიან იბრძვიან ყველა სფეროში, ყველა იმენ. ეს იგი მეცნიერებას ეგრე უყურებს, კი რასაკვირველი რაღაცას რომ მიაღწია მეხსიერებაში, მე ატომური ბომბა შეიძლება გააკეთე, კომფორტიც მიიღო სახლში, მაგრამ მაგისთვის არ კეთდება ეს კეთდება იმისთვის რომ აი სულიერების რაღაც დიდი ძიებაა რომ ხედავ რომ może poznawać mir, ხო? კიდე შეიძლება შეიცნოს სამყარო, ხო? ამაშია მთელი საქმე, ამაზე დგას ყველაფერი. და ამერ ბევრ სფეროში, ბევრ ტერიტორიაზე და ამისთვის რომ იბრძვიან, უამრავი ტკივილი აქვს, იმიტომ რომ იმდენი რაღაცაში გაუცლუბდათ, რა, ამდენი რევოლუციები, ყველაფერი არ მოიტანა, ამდენი რაღაც ძალისხმევები, რომ ვთქვათ, აქ დედამიწაზე შეგვეფნა 64 რაღაც ადამიანებს უყვარს ერთმანეთი არ გამოდის, ხო? და ეს ყველაფერი დაუგროვდა დასავლეთზე ძალიან ტკივა. და ეს ტკივილი მე მაგალითად ცნობა ახალგაზრდებში, ესე კი არ ითქმის, ეს კი არ რაღაც გამოდის და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი მიდის. ამას გძნობს შიგნით, აი რაღაც შინაგან სკეპტიციზმზე ახალგაზრდა კაცს რო გააჩნია, რაღაც დისტანციაზე, რომელიც ყველა ფაქტთან აქვს, აი თქვა და არაფერზე არ არის გადარეული, აღარ წამს რა, აი რაღაც აქ რაღაცა. ესე იგი ერთის მხრივ ეს ფანტასტიკურია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სული დაბერდა. ეს ისწავლა რა არის ცხოვრება, ისწავლა ტკივილი რა არის. მეორეს მხრივ, რასაკვირველია, ენთუზიაზმი ქრება, ვიტალურობა ქრება, ხო? ესე ძალიან რთული პროცესებია. და აი ასეთ რაღაცაში არიან გახვეული და სერიოზულად იბრძვიან საკუთარი თავისთვის და იმისთვის, რომ დაადგინონ ვინ არიან, სად იმყოფებიან, საით მიდიან. ხო, გასვათ გოგენის სურათი, საიდან ვართ? ვინ ვართ და საით მივდივართ? ეგ არის დასავლეთის მთავარი კითხვა. ამაზე დგას, ამ გოგენის სურათზე დგას, პრინციპში ის რასაც აკეთებენ. და ეს რა მინდოდა მე თქვა ამით ყველაფრით ესე იგი რომ მოვათავდე რაც ჩემ ნამუშევრებზე გადავიდე და მოგიყვეთ ესე კი რა ხდებოდა მოკლე დისკურსი მინდოდა ძალიან აი ასეთი უბრალო ფორმები
იმენიშნებინა რომ ესე იგი ის ყველაფერი რაც იქნება რანერ უცნაურ ნიშნებსაც ესენი ქმნიან ამის უკან დგას აი ესეთი ძიება ეს ნიშნები არ არის აი ესეთი იცით აპელირებული რაღაც უაზრობა რაღაც მე ესთეტიკას ვეძებ ან რაღაცას არა ყოველთვის ამის უკან დგას აი ესეთი გააზრებული მეტნაკლებად რასაკვირველი ვიღაცას მეტი ნიჭი აქვს ინტელექტუალური და თქვა იაზრებს ვიღაცა ინტუიციით აკეთებს არტისტული ინტუიციაზე დგებართ ჩვენ ყველანი ხო აღორძინებიდან დაწყებული და ეს რაც მოხდა ესეთი დიდი ცვალებადობა მოხდა და ესეთი შოკი იყო დასაწყისში ხო აი თანამედროვე ხელოვნების გარშემო ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ამან რომ მე სულ არ გონია რომ თქვა რაღაც შუა საუკუნეების ხაწერის შემდეგ რომ დაიწყო რენესანსი ეგეთივე შოკი იქნებოდა ზუსტად ხო ესე იგი რატო სავანაუროა მოვარდა და ეუბნებოდა რომ თქვენ ყველანი წარწმენდილები ხართ თქვენ საერთოდ არ არსებობთ ეუბნებოდა თქვა ლორენცოს და მაგის მხატვრებს და ყველას თქვენ არ არსებობთ საერთოდ თქვენ ხართ აი რა უჯიშო ხალხი როგორ დღეს გეუბნებიან ვიღაცას ხო რატო იმიტომ რომ იმას ქონდა თავისი რწმენა ეს რწმენა სწორია იმას აქვს თავისი გზა მაგრამ უბრალოდ მიხდით თვითონ სამყარო იცვლის ფორმას სამყარო ხო არის როგორც აღრუბე ის სუიცვლის ფორმას ცნობიერება სუიცვლის ფორმას და ეს სტაბილურია რასაკვირველია ჭეშმარიტება სტაბილურია მაგრამ აქედან ხო იცვლება ამიტომ მათი პროექცია არ არის სტაბილური ამიტომ ვცვლით ჩვენ პროექცირებას ჭეშმარიტება სტაბილურია მაგაზე არ არის ლაპარაკი და აი ესეთი დინამიკა და ესეთი ტკივნეული რაღაც არის ეს თანამედროვე ხელოვნება რისკენაც რანაირი გზავნილიც აქვს თანამედროვე ხელოვნებაზე რაც უნდა რომ მოკლედ თან ეს არაფერი არასოდეს არ არის დაფიქსირებული და რაც თავარია აი ყველაზე საინტერესო ისაა რომ თქვა დერიდა ერთ-ერთი ფილოსოფოსი ხო პოსტმოდერნისტი ესე იგი იმასაც მიუხვდა რომ შენი საკუთარი ცოდნა რომელიც შენ მოგაქვს თქვა აი რა შემოიტანა ხო დეკონსტრუქციის იდეა საერთოდ რომ უნდა გავუკეთდეს დეკონსტრუქცია მეტაფიზიკურ ფორმებს მეტაფიზიკურ ცნებებს რომ ეს ყველაფერი ეს გაქმავებულია და აღარ აქვს აი ეს დენადობა და აღარ არის სიცოცხლე და ვიტალურობა შიგნით ეს ყველაფერი გახდა როგორც სტრუქტურა მხოლოდ რომელიც ფაქტიურად კი არის რაღაც მშრალი ესეთი ხედვა კონკრეტულობის და შენ ამით მხოლოდ იძენ შენ დარწმუნებას თავის და ამას აღარ გააჩნია ჟიზნესპასობნოს აი სიცოცხლის უნარიანობა არ გააჩნია ამიტომ დაიწყო ეს დეკონსტრუქციის პროცესი ეს იმას ისიც ესმის რომ ამ პროცესის დაფიქსირება არ შეიძლება ამიტომ დეკონსტრუქციას არასოდეს არ არის რა არის დეკონსტრუქცია და ის არის დეკონსტრუქცია არის ყველაფერი და არაფერი Deconstruction is everything and nothing იძახის და მხოლოდ პროცესუალობა არის დეკონსტრუქცია და ყველა თავის დონეზე უნდა აკეთებს დეკონსტრუქციას ყველა თავის დონეზე უნდა შეძლოს ეს არის ის რაღაცა პროცესუალობა რომელიც შენ და მიხვდე რაში მდგომარეობა შენ თვითონ შეძლო რომ სამყარო გააცოცხლო რომ არ ქონდეს აი ეს რაღაცა გაქვავებულია ეს მომენტი შინ და ცნებებმა არ ჩაიკეტონ თავის თავში ცნებები ეთიკა აიგარი ხა ამ ცნების ჩაკეტაზე ორ სიტყვას ვიტყვი მხოლოდ ქუჩაში რომ გახვიდე კაც კითხვა შენ იცი რა არის სიყვარული ბიჭო როგორ არ ვიცი სიყვარული რა არის გეტყვი სიყვარული ყოველდღე სვამს აღიძებო სიყვარული ხო გეტყვის ეს იგი და ყველა გეტყვის რომ სიყვარული ის რა სიყვარული ტომებია და წერილი ხო და არ ვიცით რა არის სიყვარული ხო ამდენი ხანია ლაპარაკობთ თქვა რას ნიშნავს თქვა უპირობო სიყვარული არ ვიცით არავინ რა არის ხო უზარმაზე მაგას ვამბობ რაც ის რომ ჩაიკეტება გონია რომ იცი რაღაც აი ხო მე ვიცი რა არის სიყვარული და მორჩა ეგ არის რა სიყვარული და ეგრე არ არის და იგი იმ სიყვარულს აქვს სულ სხვადასხვა გახსნის დროები და ღმერთი ისე არის გადახსნილი და იმდენად არის გადახსნილი რომ მაგის მოცვა შეუძლია ამიტომ შენ მხოლოდ შეიძლება გაალღვე ამ სიყვარულში იმ ხელ ამ გაალღვებას აქვს ნიშნულობა რომ მოიხსნას აი ეს კონკრეტულობები აი ჩაკეტილობები ცნებების რომ აი ესეთი გადაზრება მოხდეს შენ სულს მიეცეს საშუალება რომ გადაიხსნას აი ამ გადახსნილობისთვის იბრძვის თანამედროვე ხელოვნება ყველაფერში და ყოველთვის ეგ მე რომ ვთქვა ეხლა რომ მქონდეს დრო და რა ამ სერია მქონდეს ლექციების და შეიძლება მოვიტანოთ კონკრეტული მხატვრული და ვილაპარაკოთ როგორ ხდება გადახსნილობის პროცესში აი ამ მხატვარში ეს ესთეტიკას კი არ აკეთებს ეს არის აი სულიერი ძიება და აი ეს გადახსნილობის მომენტი წინ მოდის უბრალოდ აი რა დაახლოებით ეხლა რა ვიცი რამდენად შევძლებდი რამდენად მოვახერხებ რაღაცა ოდნავ მაინც მომეკრიბა ერთად ის ყველაფერი რაზეც მე მინდა ვილაპარაკო თუ ოდნავ მაინც მოგეცით ის ინსაიტი რომ რაღაც ამის უკან ყველაფრის უკან დგას ძალიან სერიოზული რაღაც ისეთი ძიებები რომელიც შეუძლებელია რომ დაყვანილი იქნას რაღაც აი ესეთ კრიტიკამდე უბრალოდ და რაღაც აი ისტორიული პოზიციებიდან უბრალოდ გავაკრიტიკოთ და ეს სწორი არ არის სწორი ან რელიგიური პოზიციებიდან სწორი არის იმიტომ რომ ეს უზარმაზარი სულიერი ტკივილზე დგას და უზარმაზარ აი ამ ძიებებზე ეს ყველაფერი და ეს იყო ყველაფერში ხო ლიტერატურაში ფილოსოფიაში ხელოვნებაში ხო და ეს ყველაფერი ერთი უზარმაზარი ტანია რომელიც იწვის საკუთარ თავს გასაცნობიერებლად და მისახვედრად საით უნდა იაროს და რა გააკეთოს ეხლა მინდა რომ ნელა რაღაცნაირად გადავიდე აი ამ მაწვილზე აქ რო დგას კაბაში გამოწყობილი
და ესე იგი ერთ იმას გაჩვენებთ ჩემ ვიდეოს, ამით დავიწყოთ და მე მგონი თუ სწორად გავაკეთებ ეს ყველაფერი, არ ვიცი. აი, ხო ის გამიგონი ჩემ იმას ფაილზე შეიძლება. კიდე. ეს არის ვიდეო, რომელიც ძალიან ბევრგან იყო ნაჩვენები, ეს ვიდეო იყო ნაჩვენები ბუდაპეშტის მუზეუმში, მოდერნში, საქსის გალერეაში, ნიუ-იორკში, ბევრგან პრივატულად იყო ნაჩვენები და არის ესე იგი სამი ნაწილიდან შედგება, სამი ნაწილიდან და ეს პირველი ნაწილი მინდა უბრალოდ გაჩვენოთ და აქედან დავიწყოთ საუბარი მე და ბევრი რაც ახლა გესაუბრეთ აი ამ ვიდეოში ჩანს ეს ყველაფერი რაღაც მხრივ და შეგვიძლია სამი ნაწილია, ეს მეორე ნაწილია და კიდევ მესამე ნაწილი, რომელსაც 12 წუთი და ესეთი ტრიპტიხივით იყო გაკეთებული და ეს არის პირველი, როცა დავიწყე ბრაიდ, პატარძლის თემა. ამაზე არის ძალიან დიდი ტექსტი დაწერილი და აქ იყო შოკოლადში გამოქვეყნებული ეგ ტექსტი და მახსოვს რომ დიდი ამბავი იყო ამ ტექსტის გარშემო და რა ვიცი, ძმაკაცები წერდნენ თბილისიდან ეს რა დაწერები, ცოტა რაღაცა და მოკლედ ეგეთი ატმოსფერო იყო და ეს მე იყო ძალიან ბევრი ლექციების სერია იყო ჩატარებული ამის გარშემო, ესე იგი ფოტონამუშევრები იყო, ასევე იყო ეს ვიდეოები რაღაცნაირი ფორმით და პერფორმანსები გაკეთებული და რა იყო იდეა, რომ აი ეს თვითონ ეს პატარძალი ძალიან უცნაური, ესე სოციალურად არის ძალიან უცნაური არსება, ხო, ესე იგი რაღაცა აღარ ეკუთვნის ძველ ოჯახს, ძველი სტრუქტურის ნაწილი აღარ არის, მაგრამ ახალშიც ჯერ არ არის შესული, ხო, ძალიან საინტერესო სტატუსია, ხო, არსად არ არის. ესე იგი ფაქტიურად არის ნაპრალში, არის გეპში. ესე იგი ჩვენ ვეძახდით ხოლმე ჩვენ მეგობრები ჩვენი ვეძახდით ხოლმე ამ მდგომარეობას გეპინგს და რა აი მხატვარი უნდა იყოს გეპინგში. ესე იგი ფაქტიურად ეს არის აი მხატვრის მდგომარეობა თანამედროვე, რომელიც ესე იგი ძველ სტრუქტურებს არ ეკუთვნის, აი იმ ტრადიციას არ ეკუთვნის, მაგრამ ახალიც არ შეუქმნია ჯერ. და ესე იგი არის აი შუაში და აი შუაში ყოფნა არის სწორედ აი ეს მომენტი, როდესაც შენ თავიდან იბადები, როდესაც შენ გაქვს შანსი რომ გაჩნდეს რაღაცა ისეთი, რაც არც იყო და არც შეიძლება დაიგემოს. იმიტომ ჩვენ ხო მომავალს მარტო გეგმა და გეგმა წარსულიდან. ფაქტიურად ჩვენ მომავალი ჩვენც არის რა, ესე იგი გაუკეთესებული წარსული, ხო? აი დერიდა ლაპარაკობს სულ მაგაზე. ესე იგი მე მაინტერესებს მხოლოდ მომავალი, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს წარსულთან, unknown future, ეს მაინტერესებს, მე ეგ აინტერესებს ხატვარსაც. ესე იგი აინტერესებს რა შეიძლება დაბადოს. აი როგორც ორსული ქალი რა, ახალ ბავშვს აჩენს, აი ესე უნდა გააჩინოს ახალი. ამ მოიტანოს ესე იგი სამყაროში ესეც სიახლე.
და ეს გეპინგის კონდიცია, რომელიც აი ბრაიტში, ახლა კიდე ბევრი გეპია აქ, ესე იგი ერთია რომ კაცი არ არის, ქალი არ არის, ვერ გაიგებთ, ან მოხუცი ვიღაცა კაცი, თან ამ ახალგაზრდა გოგონას ტანსაცმელში, თან კიდე რაღაც ყრუკედელთან დგას, ვერ ხედავ რას ხედავს ეს ადამიანი და იძახის it is beautiful. ესე იგი რა არის ეს რაც არის beautiful, ხო? აი ეს არის მისტერია გაუთავებელი, რომელიც ჩვენ წინ გარ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ის რას ხედავს. ესე იგი შეიძლება ჩვენი პროექცია, შეიძლება მე კიდე დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხვა ხდება მასში, ესე იგი იწყებს თქვა რა ძალიან ესეთი ნაივური და ესეთი უბრალოდ this is beautiful, და მე რაღაცა იწყება კიდე და კიდე დაძაბულობა და ეს ბოლოს ვიღაცას უმტკიცებს, რაღაცა საშინელი ძალი და შეიძლება თავის თავს უმტკიცებს ამას, ხომ? ესე იგი აი ეს გაშიშვლება თვითონ ფსიქიკის, რაც ხდება, აი რაც ადამიანი უნდა გაიაროს, რაც უნდა მოუვიდეს, რომ ესე იგი აი ეს ტკივილი გაჩნდეს, აი ნამდვილი სულის ტკივილი, რომელიც ესე იგი ამის გარეშე ჩვენ სულს ვერ ვზნობ, ჩვენ უბრალოდ გვაქვს რაღაც კონცეფციებში შეჭრილი და იმ კონცეფციებში გვჯერა. ეს არის და ამ კონცეფციად ამასთან ხატვას თანამედროვე ხატვას არ აქვს საქმე. ხატვას თანამედროვე აქვს გაშიშვლებასთან საქმე, რომ გავიდეს აი ამ გაშიშვლებულ სხეულზე, ესე იგი სამყაროსი. და აი ამის გარშემო არის, მე არის კიდე უფრო პროვოკატიული ვიდეო მე ამის შემდეგ მე არის მეორე, ხა რომელიც არის კიდე უფრო პროვოკატიულია და მესამე ცოტა ისეთია ნარატიულია, უფრო ხსნის ამ სიტუაციას. მახსოვს თქვათ რომ ჩემი სახელოსნოს წინ იყო ესეთი სარბენი ბილიკი გრძელი სკოლის ბავშვებისთვის და უცბად დაყარეს ძალიან წითელი ესე იგი აგური ამ იმაზე წარმოუდგენელი სილამაზის წითელი აგური იყო დაღლეთ გძლად ესე და გარშემო იყო საერთოდ გერმანიაში და ჩრდილოეთში ძალიან ჭახე მწვანე ესე ბალახი მწვანეა და ყველაფერი ძალიან ჭახეა და ლიანად ის წითელი იყო დაფარული აი ესეთი ხეებით და ფოთლებით მწვანე და ეს გაჩნდა ეს ვაგინალობა იყო ძალიან მაღალი რა აი ამაში და რაღაც ისეთი გზნობა ქონდა რომ აი გადახსნილი ვაგინაა შიგნით და მაშინ მომაგონდა ეს ვიდეო ესე იგი ჩავეცვეს თეთრი კაბა და ესე იგი გავიდა დიდი კიბე მიჭირავს ხელში ესე იგი რკინის კიბე და მხარზე მაგ გადადებული და აი ამ ბილიკზე დავდივარ წინ და უკან ყოველ მისვლაზე ბოლოში დგავარ კიბეს ავდივარ ზემოთ ვიყურები გარშემო ვიყურები მე ჩამოვდივარ აქეთ მოვდივარ აქ დგავ კიბეს ავდივარ ვიყურები გარშემო და აი ესე წინ და უკან დავდივარ ესე იგი აი ამ ფრიქციაში აი ამ რაღაც დიქოტომიაში აი ამ ორ საწყის შორის აქეთ და მე ესე იგი ისეთ ბოლოს ხვდები რომ ეს დაეთანს რაღაც უკვე წოლანებაში ვარ ეხლა ხო ვარ და მაშინაც უკვე ვიყავი და რაღაც ხედავ რომ დაიღალა ადამიანი და რაღაც ხან წყალს ისხავს ხან რაღაც უკვე ისეთი რასაც ქვია exhaustion იწყება და რაღაცა მომენტში როცა მივდივარ და უცბად გვერდზე გადავუხარ და გავა გვერდზე უბრალოდ აღარ ვარ აი ამ ფრიქციაში ესე იგი არის გზა რომელიც გვერდზე უხობს უბრალოდ აღარ ხარ აი ამ ფრიქციაში ეს კარგის ცუდის მაღალის დაბლის აი ამ დიქოტომიურ რაღაც ჩატენილი ხო და ეს ყველაფერი რასკოლე ბუნებას მოვა და ბუნების ნაწილია ეს ყველაფერი ეს დიქოტომიური ყველაფერი რა იქიდან მოგვარდა იმათი კანონია ხო აი რაზეც არის აგებული ეს შემდგომ გახდა დიდი სიმბოლო მაგრამ ეს ვიდეო რომელიც თქვენ ახლა ნახეთ როგორ გაკეთდა ამ ვიდეოს ვიღებდი და უცბად ეს კედელი რომ დავინახე არა ესე გზნობა მქონდა უი აი თავში ნამდვილი ინტუიცია როგორც ხალხი უნდა იმუშაოს პრინციპში ჩემ ასისტენტს ვეუბნები ესე იგი იმას კამერამენს რომ მოდი მალე მეთქი და ავედი კიბეზე დავე გადაიგე როგორც გინდა რა რაკურსიც გინდა და დავსკა ეს beautiful ყვილი აი უცბად მომიდა ეგეთ აი იმ კედლის დანახვაზე მომიდა რომ ამ კედლის შემდეგ იყოს ეს beautiful აი ის რაც მე მინდა დავინახო რაც მინდა რომ ჯეროდეს რომ ან არსებობს ან და აი ესეთი რაღაც ემოციური ის მე გამოვიდა ესეთი ვიდეო ეს ვიდეოც მეორეც ეგრე არის გაკეთებული ექსპრომტით გაკეთებული პირველი დაგეგმილი უფრო პერფორმატიული რაღაცა ეს უფრო ექშენის სახის არის ესე იგი აი ასეთი ეხლა ამაზე მოგიგებთ კიდე გაგიგრძელებთ ესე იგი მე გამოვფინე ეს ნამუშევარი ბუდაპეშტში ეს მოდერნ მუზეუმში და იქ ეს სამ ეკრანზე მიდიოდა სამ დიდ ეკრანზე ეს კი ერთ ოთახში იყო დიდი ეკრანი სამი ამოვაშინე რაღაც პატარა ესეთი ის იყო სახელოსნოს ფოტოსტუდიო თქვათ რა ფოტოსტუდიოსავით ამოვაშინე და იქ იყო დაკიდებული ეს კაბა თეთრი და იყო ესე იგი კამერა დადგმული და ეწერა რომ ყველა ადამიანი შეუძლია შევიდეს და თვითონ გააკეთოს ვიდეო აი ამ ბრაით ვიდეო ესეთი პატარსის ვიდეო თვითონ გააკეთოს რაც უნდა როგორც უნდა და მოეხალისება ну მოკლედ სამი თვე ვიდეო და გამოფენა იქ დაგროვდა მასალა ეს იყო სასწაული ეს მაგის ნახოს არაფერი არ ჯობია ეს იგი ვიღაცები შედის
ხანში შესული ხალხი, ახალგაზრდები ყველა ამაზე, ესე იგი ისეთი ამბავი იყო და ესე იგი რანაირი სიტუაციები არ იჩიტება დაწყებული ეროტიული რაღაცები და ლამის იქ სიყვარულები გააკეთეს ვიღაც ახალგაზრდებმა, ვიღაცა არ ვიცი მოხუცი ხალხი ისე ერთობა და ისე კისკისებდა, ისეთი ბედნიერი იყო ამის გაკეთებისას და ამაზე მე ყველაზე უფრო აი რაც შემეხო ეს იყო უცბად შემოდის აი ძალიან სუქანი კაცი, აი ძალიან სუქანი რა ესეთ შემოვიდა კაცი და აი დაბნეული სახით იყურება დაინახა ეს თეთრი კაბა გაჩერდა ეს ვიდეოზე მართლა ესეთი რიტმი ეს გაჩერდა და უყურებს ესე აი როგორ მოჯადოებული მე მივიდა დაიწყო მოკიდება ხელის ამის მე აიღო ეს კაბა რა დაუწყო ხან იქ მიიტანა კედელთან ხანაგან მე ბოლოს მიიდო როგორც იქნა ეს კაბა ესე იგი და ესე უჭირავს ეს კაბა და ეხლა სარკე არ იყო არაფერი იყურება გარშემო ესე არის რაკნას და აიღო და გარისკა ჩაცმა და ვერ იცვამს იმხელა ეს არ ეტევა და როგორ უნდა იცით რომ ჩაიცვას ჭკუაზე არა ეს აი ეს თანამედროვე ხელოვნება ისეთ რაღაცაზე გამოკრა ხელოვნება აი ამ კაცს აუმოძრავა გული და უნდა რომ აი ეს კაბა ეს კაბა მაგისთვის არის რაღაც სიმბოლო არის რაღაც აი რაღაცის გარეთ გასვლის რა რაღაცის იმის რაც მას ცხოვრებაში არ ქონია. ამიტომ ეს კაბა გახდა ის სიმბოლო, ეს გახდა თეთრი ანგელოზია შეიძლება. მე მოგეთ ეს რომ ეცო პრესაში დაწერეს რომ ეს არის მეფე ლირიო რომელიც გაგიჟდაო და აი ესე დღეში ეს არის იმინა აი თანამედროვე მეფე ლირია ეს არისო აი ესე რომ დარგის და არც ჯენდერიც რა არის არაფერი და არის გახვევი. ეს კი რაც ჟიჟეკი არაჩვეულებრივად დახასიათებული რა არის თანამედროვე ხელოვნების შედევრი რა. ამას ეგეთ რაღაც ახლა მე თვითონ ჟიჟიკი ძალიან მიყვარს როგორც პიროვნება ხა მაგის ლექციებზეც ყოფილი ვარ და აი რო ლაპარაკობს ქალიშვილივით მიყვარდება ისეთი ენერგია აქვს და ისეთი და ესე და ხანცხვის რო იზილავს და ხან იქექება და რა და ლაპარაკობს სასწაული პიროვნება მაგრამ ახლა მაგას ეს სერიოზულად ბოლომდე არ შეიძლება მიყვა იმიტომ რომ ეს არის აქცია ეს არის პერფორმანსი და არა რაღაც ფილოსოფოსი რომელსაც ემუაქვს რაღაც ისეთი რო ხელში მოგცეს თქვა ცოდნა ან ინსაიტი ან რაღაც საინტერესო პიროვნება ძალიან მაგრამ ნათქვამი აქვს ამაზე არაჩვეულებრივად ამას რომ თანამედროვე ხელოვნება რა არის როდის არის შედევრი რომ ისეთი ნიშანი ვიზუალური უნდა შეიქმნასო რომ ადამიანი დაატყვევოსო ინტერესითო ესე იგი ინტერესი გაუჩინოს ძალიან დიდიო მაგრამ იმდენად სარიელი უნდა იყოსო რომ უსასრულო ინტერპრეტაციებს გაუძლოსო და მოყავს მაგალითად ძუშამი და ენძი ორხონი. აი მაგის მაგალითად ესე იგი ნიშანი ისეთი იქნება, რომელიც შენ ესე იგი პროვოცირებას გიკეთებს, რომ შენ უყურო, შენ ამაზე იაზრომ, შენ მისცი ამაზე ესე იგი შენ ხდის მოაზროვნე, შენ ხდის პროექტს, ესე იგი შენ ხდის ფაქტიურად შემოქმნეს. და იქ არდევს რაღაცა რაც გატერმინირებს შენ პირიქით იქ გაძლევს საშუალებას რომ შენ აბსოლუტურად თავისუფლად იგრძნო თავი და მისცე რამდენიც გინდა ინტერპრეტაცია გახსენად სხვის იმის სწორია ჩემი სწორია მიგდით აი ამაში ჩვენ ვერ ვწდებით იმ მომენტში აი ამ ნიშანში ჩვენ ერთი ვხდებით აი აქ არის ერთობა იმ ნიშანში რომელიც ჩვენ გვაერთიანებს როგორც რასაც ქვია ეს არ არა რასაც ქვია ეს შუნიატა სანსკრიტში რასაც ქვია ეს რასაც ჰაიდეგერი სულ იმეორებს ხო ეს არ არის იდეა და რაღაცა აი ამ მომენტში ჩვენ ვერთიანდებით აი ამ ცარიელ ადგილას ხო no place აი სადაც არის აი ტერიტორია არ არის ფაქტიურად აი ამას ეძახის თანამედროვე ხელოვნების შედევრს რომ აი ესეთი ნამუშევარი არის შედევრი ესე იგი ის არა რომ აი მე შენ გასწავლე ეხლა ჭკუას და აი აქ მე ვთქვი ეს და ეს ეხლა უცბად გერბეთ ორ მაგალითს დიდი ძალიან დიდი შოუ გააკეთეს დუსელდორფში, უზარმაზარი შოუ მარგრიტის. როცა ეგეთი დიდი შოუები კეთდება, მე არის ხოლმე რომ ცდილობენ რომ გააკეთონ სატელიტი შოუები, გარშემო 5 შოუების შოუ გააკეთა ისიც ეგეთი სუპერსტარი მხატვრების და ერთ-ერთ სატელიტ შოუზე მოიწვიეს ჯოზეფ კოშუტი. ესე იგი კოშუტი არის რაც კანდენსკი არის, თქვა აბსტრაქციონიზმის იგივე არის კოშუტი, ესე იგი კონცეპტუალიზმის, იმიტომ რომ მაგისგან იწყება კონცეპტუალიზმი. კონცეპტუალიზმი არის დღეს ალბათ 60% არის ესე იგი ხელოვნების. ხოდა ერთმა კაცმა ეს დაბადა ერთ ნამუშევარში, აი რასაც ქვია ჩეაფის, აი ეგ არის მანდედან იწყება ესე კონცეპტუალიზმი. და ესე იგი მოიწვია და გააკეთა ესე იგი ჯოზეფ კოშუტმა ოთახი. ეს ოთახი რო გააკეთა ესე იგი შემოხდა თავი კურატორი, მაგრამ პრინციპი რა ლანჩი ქონდა ერთად და მელაპარაკება რა, მეუბნება, იცი რა მოხდაო, მე ვთქვი რა მოხდა მითხრა და კატალოგში დავწერე სტატიაო კოშუტზე და მოვიდა ჩემთან და მე მეუბნებაო რომ ეგ მე არ მიგულისხმიაო, ეგ მე არ მინდა მეთქვა რა ჩემ დაწერეო. ამ კაცო საერთოდ არ ესმის თანამედროვე თეორია რა არის ხელოვნებისა. ესე იგი წარმოვიდგინეთ რა ხდება, ესე იგი მოდერნიზმის ერთ-ერთი მამა
ესე იგი და ისიც ვერ ეწევა რა აი ამ დინამიკას, ის იმდენად იშლება და იშლება აზროვნება. ესე იგი ეს არის ტიპიური მოდერნისტისთვის, ეგ თქვა კონრად კლაპეკი, რომელიც არის არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ფერმწერია, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფერმწერია მოდერნიზმის, რა ეგეთი ფერმწერი მე რაც წლები გადის კიდევ უფრო და უფრო მომწონს და მეყვარდება. ესე იგი დაურეკა კრიტიკოს და აი იგივე რამე ვთქვა, მე გამიგულისხმიაო. ეს კრიტიკოს მე შემხვდა და ეცინება და ნუ გასაგებია ოცლოვანება არის და ეს ის არის რაც მოდერნიზმი იყო, როდესაც რაღაც პრეტენზია იყო, რომ მე მომაქვს აი ზუსტი ცოდნა და რაღაცა. და დღეს ეგ არ ხდება, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი თანამშრომლობა, ესე იგი, ჩემს მხატვარს, თქვენ ნახველს და კრიტიკოს შორის და ჩვენ ერთად ვქნით პოეზიას, ერთად ვაკეთებთ პოეზიას. და მაგაშია მთელი საქმე, ეგ არის მთელი ინტერესი ამისი, რომ ესე იგი დისკურსი, რომელიც გარშემო ხდება, აი ნამუშევრის გარშემო ყალიბდება, აი ეს არის თვითონ ის ნამუშევარი თვითონ არ არის, რასაც აი ჩვენ ფიზიკურად ახლა ხედავ, თავის კონტექსტები, თავის გარემოთი, თავისი ყველაფერით ერთად. აი ეს არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში. ამიტომ მაგალითად ჩემი ბრაიდი ხო დღეს თავიდან შედგა. აი როგორ თქვენ გეცინებოდათ, როგორ თქვენ დაინახეთ, ახლა თქვენი ინტერპრეტაციები, რასაც თქვენ მისცემთ, თქვა ამ ბრაიდს, ზუსტად იგივეა, რაც მე რომ მივიცე. მე ერთხელ პირანდელო არის ფანტასტიკური, ესე იგი, ხო, პიესებსა და ფანტასტიკურს და იყო მასწავლებელი მიკელანჯელო ანტონიონის. ხო და პირანდელოს კითხეს ერთხელ, რომ აიო თქვენ რა გინდოდითო გეთქვათ ამ ნაწარმოებში და ფანტასტიკურად უკასხა. მე მხოლოდ ავტორი ვარ, როგორ გეტყვით რა მინდოდა მე თქვა. მხოლოდ ავტორი ვარ, ეს თირამე უთხრა. ხო და ეს ძალიან კარგად ახასიათებს დღევანდელ სიტუაციას. იგი ავტორი არის რაღაც ერთ-ერთი ნაწილი მხოლოდ აი ამ შემოქმედებითი პროდუქტის. იქ შედის ყველაფერი, იქ შედის კრიტიკოსიც, იქ შედის თქვენი ხედვა, იქ თვითონ ნახველის ხედვა შედის, იმაში არის ყველაფერი ერთად. ამიტომ დღეს ვერ იტყვი ესე, რომ აი მხატვარი მოვიდა რაღაცა თქვა, წავიდა და ეხლა მე უნდა ამოვიცნო რა თქვა. არა, თქვენი საქმეა და ჩვენი საქმეა ყველასი და ესე მივიდივარ, მე მივიდივარ და უკვე თანამედროვე ნამუშევარს თქვა რაღაც იმ, მაგ გრძნობა რომ მე არ თავისუფალი ვარ ბედნიერი კაცი, აქ მე შემიძლია აი ეხლა გავაკეთო შემოქმედება, აი ჩემი მენტალიტეტით, ჩემი პოეტური გრძნობით, ჩემი ინსაიტით, ჩემი შეგრძნებით ეს რა არის ყველაფერი და ეგრეც დგება ის ნამუშევარი. აი მინდოდა მეთქვა, შემიძლია გაჩვენოთ ახლა აი ეს პირველი პერიოდი ჩემი შავ-თეთრი ნამუშევრების პერიოდი, რომელსაც დავიწყე აქ საქართველოში, საიდან მთელი ეს ყველაფერი დაიწყო და რაღაც გერმანიის პერიოდია მე მგონი უფრო მოტანილი და ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა, ეს უნდა გავჩვენოთ. მოგონებო თავი გაწვით. ეს ციმერლი მუზეუმი არის ამერიკაში. ესე იგი, ეს არის უნივერსიტეტია, უნივერსიტეტის მუზეუმია და ეს არის ყველაზე საინტერესო სტრუქტურა, ეს უნივერსიტეტის მუზეუმი, ყველაზე საინტერესო მუზეუმია, ეს დიდი სახელმწიფო მუზეუმი, ისიც საინტერესო არის, როგორც უნივერსიტეტის მუზეუმები, იმიტომ რომ მაგათ რაღაც თავისი საკუთარი თემატიკები გააჩნიათ, რაღაც საკუთარი ესე იგი რისერჩები აქვთ, აი რაღაც თემის რაღაცის და ამიტომ ძალიან საინტერესოა და დიდი მუზეუმი შედევრებს აგროვებენ და შედევრს სანახავად კაია წასვლა, მაგრამ ეს პროცესორობა თუ გაინტერესებს რაც ხდება ხელოვნებაში, აი ეს უნივერსიტეტის სისტემები ძალიან საინტერესოა. ხო და რატგერსის უნივერსიტეტია, რომელიც ითვლება რომ ფილოსოფიაში ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტია მსოფლიოში და აი მაგათ აქვს ეს ძალიან საინტერესო მუზეუმი. დიდი კოლექცია აქვს, ესე იგი კონცეპტუალური ხელოვნების, რუსული კონცეპტუალური ხელოვნების, აი მოსკოვის კონცეპტუალური წრის, მაგათ აქვს შეძენილი აი ჩემი ოთახი არის მაგ მუზეუმში და აი აქ რო ხედავთ მარცხენა სურათი რომ არის აქეთ მარცხენა, ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც გავაკეთე შავ-თეთრი ცხოვრებაში და გავაკეთე 18 წლის ვიყავ მაშინ. და ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც გავაკეთე და ეს ნამუშევარი აი არ მინდა რაღაც ზედმეტად ეს დამესიზმრა ეს ნამუშევარი. მახსოვს აი დამესიზმრა, აი ესეთი სახით, ზუსტად ესე დამესიზმრა და რო გავიგვიძე ესე გზნობა მქონდა რომ რაღაცა მთელი სამყაროებს ეხლა ამაში და სასწრაფოდ უნდა გავაკეთო, სასწრაფოდ გადავწყვეტ, მახსოვს კარტონი ავიგეს, წაუშვი თეთრი ფერი და ეს პატარა შავი, ესე იგი ხაზი დაუსვი და დიდი ხანი ამ ფორმით მქონდა. სანამ გადავიტანე პილოსზე. პილოს გადავიტანე გვიან 2-3 წლის შემდეგ უკვე.
და ნუ მე დარჩა ესე და ეს კიდევ აი წინა ნამუშევრები ადრე აქვს ნაყიდი ამერიკული გალერეებიდან აქვს ნაყიდი და აი ეს ნამუშევარი კიდეს 4 წლის წინ იმიტომ აი იცოდნენ რომ ეს ნამუშევარი ეძებდნენ მაგრამ შორ საქართველოში რომ მთხოვეს ჩამოიტანე და მე ჩავიტანე ესე იგი გერმანიაში იქიდან წაიღეს და შეძინეს 5-6 წლის წინ როგორც აი წამყვანი მთავარი ნამუშევარი ესეთი ჩემი აი საწყისი და ეხლა თავი რა არის თვითონ ამ ნამუშევარს ქვია ესე იგი მარცხნივ დაძვრილი შავი კვადრატი. ეხლა გახსოვთ მალე რა გაერთიანე მაშინის თავში ამ დამის ეს ნამდვილად ეგრე იყო. კი, ესე გვატყუებდი. კი, გვატყუებდი. აბა იაუბილ მალევიჩი. ეს მომჭობა. იაუბილ მალევიჩო. ჩვენ ესე გვახსოვს სახელი. მილიონი სახელია. მილიონი სახელების მეც არ ვშინდა. ეს იგი პრინციპულად ეგ იყო ესე black quadrant shifted to the left. ესე იყო ნამუშევარი ეგ მთავარი სახელი მაგის და იგი რაზე მე დიდი ისამე დაწერილი ამაზე სტატია იმის შესახებ რომ ეს მალევიჩის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გამიხილოთ ყველა იმეჯი როგორც არ არის იმეჯი რომ ჩვენ ყველა იმეჯში ეხა იმეჯს აღარ ვეძებთ დაფიქსირებას აღარ ვეძებთ სტრუქტურას არამედ იმეჯში ვეძებთ სიცარიელეს ამიტომ როცა გამართვის მარცხნივ რჩება იქ სადაც ოპერირების სივრცე არის სიცარიელე რჩება მაგაზე არის აი ლაპარაკი რომ ჩვენ დღეს სიცარიელეს ვეძებთ და არა იმეჯს რომ მალევიჩმა დადო ეს ზღვარი რომ ამ ზღვრის შემდეგ იმეჯი გათავდა, მაგრამ გათავდა იმიტომ, რომ მალევიჩმა ხო რაიმე ბოლო იმეჯი გავაკეთე, გათავდა იმიტომ, რომ მან გვაჩვენა, რომ აი შეიძლება იყოს ზღვარი, საიდანაც აი ამაში ჩვენ ვეძლებთ სიცარიელეს. და ამას ეძებს ინდუიზმიც, ბუდიზმიც, ამას ეძებს ვიღაცა კერვაკიც, ამას ეძებს მილიონი ადამიანი. ფაქტიურად ესეთი ჟესტი იყო, აი ესეთი ჟესტი, რომ აი ნახეთ, აი მე მალევიჩის გვერდზე გავწიე და რაც დღეს რჩება, ეს არის სიცარიელის ძიება აი საოპერაციებს ვატარებთ, ესე იგი აი იმ სივრცეში. ეს ნამუშევარები გაკეთებული მიუნხენში უკვე როცა ჩავედა და პირველად მე 92 წელს შეგაკეთებული. და ესე იგი 6 ნაწილისგან შედგება, თითოეული 2 მეტრიანი და 2-2-ზე დაახლოებით და ესე იგი რო შეხედავთ არის ნახევარკონტური ბოთლის და მეორე ნახევარკონტური ჩნდება იატაკზე. ესე იგი უმთავრესად სადაც გამომფენია ყოველთვის ცდილობდი რომ ყოფილიყო იატაკისაც ირეკლება ეს თვითონ იმეჯი. ამიტომ ნახევარი არის ტრანსცენდენტული და არ აქვს არავითარი ტანი, სხეული არ გააჩნია და მეორე ნახევარი კიდე არის რაღაც ისე პირობითი ხაზით გადმოცემული, რომელიც თვითონ არ შეიძლება ბოთლი იყოს, ეს არის სუფთა პირობითობა. და ეს ლაპარაკია სად არის საგანი, სად იწყება, სად სიგნიფიკაცია, სად იწყება, რა მომენტში იწყება სიგნიფიკაცია. ესე იგი, რომ აი ჩვენ თვალთ ჩვენ ეს დარწმუნებული და აი ამ საგანს ვხედავთ, ეს დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ საგანს ხედავს, გარკვეულ რაღაც მასშტაბში იქნება ეს საგანი შენցი, გარკვეულ რაღაც პროექცირებაში იქნება, მაგრამ პრინციპულად უნდა გესმოდეს, რომ საგანის ისეთი უსასრულოა, როგორც თქვა, შეგიძლია წარმოიდგინო უსასრულობა, საგანსაც გააჩნია. ამის გარდა კიდე ამ კონცეფციას ჰქონდა ისეთი მომენტი, რომ უნდა გაყიდულიყო თუ გაიყიდებოდა 6 სხვადასხვა კოლექციონერს, ეს უნდა დაშლილი იყო სივრცეშიც და მხოლოდ მენტალური იმეჯი დარჩენილი იყო. ესე იგი, რომ წარმოიდგინო რა იყო ის ნამუშევარი, რომ ის იყო ბოთლი, ესე იგი ამას ჭირდება ბევრი ოპერაციები. ესე იგი, რომ შენ მიხვიდე იქამდე რაც იქ მოხდა. ესე იგი, აი ეს უკუ პროცესი იყო აი ამ დაშლის, აი ამ ჩვენი რაღაც ერთიანი შეგრძნების, რომ აი მე ვიცი რა არის საგანი, ხო? ესე იგი, რომ აი საგანს არ გააჩნია ესეთი სიმყარე, როგორც ჩვენ გძნობ და გონია და ამაზე არ შეიძლება დადგე და მყარად იყო. ამიტომ აი ეს ხდება ესეთი პროცესი. და ამის ჩვენება მინდოდა. და მე ნუ რაღაცა ხო ნარატიული მომენტი, მე time is time მაგალითად, ხო? Rose is rose, როგორც თქვა, გერტრუდა სტაინი ამბობს, rose is rose is rose is rose. აი იგივე თქვა time is time again. მე ეს რაღაც ციფრები, რომელიც თქვა რაღაც, რაზეც დგას ჩვენი ცივილიზაცია, ხო? ყოველთან თან იმ ბოთლის რაღაც სხეულში იმყოფება, აი ამ ტრანსცენდენტულსა და ამ პრეზენტ შორის. მოკლედ აი ესეთი რაღაცა იმითი რაღაც ცდელობებით რა, აი რაღაც კონცეპტუალური ენა შეიქმნას, არა? ცდილობ რომ ადამიანი წამოვიყვანო რაღაც აზროვნებაზე, რომ თვითონ დაიწყოს ჩემთან ერთად აზროვნება და ესე იგი მე ვაღიზიანებ იმაზე, რომ მივიყვანო რაღაც პროცესებამდე, რა, რომ თვითონ შეძლო ჩემთან ერთად შემოქმედებით პროცესში დაიწყოს ესე იგი არსებობა. უმთავრესად იფინებოდა ხოლმე იატაკზე და ხანდახან რაღაც ფიგურატიულად ფენდი ხოლმე, რომ კიდე თქვა აი თვითონ სივრცეშიც დამენგრია ეს მომიტანა სხვანაირად. მოკლედ ექსპერიმენტები გაუთავებელი ფორმასთან. ეს ნამუშევარი მე მგონი ვიღაცას ახსოვს. იმიტომ აქ იყო თბილისში გამოფენილი და ვიღაცებს ახსოვთ კი ეს ნამუშევარი და ეხლა არის პერმანენტულ კოლექციაში, აი ბუდაპეშტის მოდერნ მუზეუმშია.
მიცემული. ამაზე დიდი ამბავი ძალიან სასაცილო ისტორიები იყო ამასთან დაკავშირებით ამ ნამუშევართან, იმიტომ რომ სოფიზე რომ გამოვიდინე, პარალელურად ჰქონდა ესე იგი სოლო შოუ იმაში გალერეაში. და რო გათავდა სოდვი ეს ძალიან დიდი ეს ჩვენ დირექტორები ვიღაცა გუგენჰაიმის მუზეუმის კრენცი და ვიღაცა ფრანკფურტის მოდერნ მუზეუმის ესენი წამოვიდნენ ამ ჩემ ვანმენ შოუზე სოლო შოუზე და მახსოვს რომ კრენცი დაჯდა ძალიან დიდხანს ამ ნამუშევრის წინ ესე სკამი მოიწრია და ესე იჯდა და უყურებდა დიდხანს უყურებდა ნამუშევარს და მე სადაც წავედით რაც სომხურ რესტორანში დავჯექდი ღამე 3 საათზე და მე მომიტანა და მეუბნება რომ მე მინდა რომ ვიყიდოებო ჩემთვის ნუ მუზეუმისთვის აი ნამუშევარი და ახლა წარმოვიდი გადარეული თან არაფერი არ გამიყენია ცხოვრებაში არაფერი არასოდეს არ გამიყენია უბრალოდ მე მინდა ვიყიდო გუგენჰაიმის მუზეუმისთვის და ფასი რა იქნებაო კითხა და მე დავაბრახე რაც შემელა წარმოვიდინა ყველაზე მეტი რა ვუთხარი 5000 მეტრი თვითონ გავწეთილი თავიდან ბოლომდე. ისე გაეცნა კრენცი და ისო ხო ეგარი პრობლემაა და გამოვართვა ისა ქაღალდი მიტანს და სომხური რესტორნის ის იყო რა ბილის ქაღალდი და უკიდან დააწერა ესე იგი რა მეუყიდლო ვიეზოს ამ და ნამშევს ახლა ფასი რაღაცა და მოაწერა ხელი და მომწერა ეს ბილი და მე დილით მიფრინა და ეს იყო 88 წელი. და მე გაგიჟებობდნი მივედი კულტურის სამინისტროში და რუსეთის და დავდენი ესე მე ვთხარი აი ეს მეთქი იყიდეს ჩემი ნამუშევარი კრენცი მაიკიდეს და ესე მომცა გადაშვა სომხურის დაინახა ბილია და ცუდა გადმომიგდო უკან და ესე დამთავრდა ეგ სიტუაცია ზუსტად სამთვეში ჩამოვიდა ლუდვიგი და კიდე უკვე ლუდვიგის მუზეუმისთვის იგივე ნამუშევარი ისე რომ ორჯერ არის გაყიდული მაგრამ ერთხელ არ მოხდა მუზეუმში და მოხდა 3 თვის შემდეგ ეს ნამუშევარი იმედამდე ტიპიკა ეს იგი მე გავყიდი 3 ნამუშევარი სოდვიზე დაახლოებით 12-14000 იყო ფუნტი და მე მანდ და ნავე 2000 მარკა და მაგით წავედი გერმანიაში ეგ იყო მთელი თანხა რაც ავიღე ესე იგი ეგრე ყოლიფავდა რა საერთოდ ხალხს ასწავლა და ეს იგი აქ ეს თბილისში რომ გამოფინე ამაზე ბევრი კურიოზები იყო რასაკვირველი მახსოვს რომ ესე იგი გამოფინე იყო არის ეს მახსოვს რომ კაცი მომარგა ეს ხალხი უყურეს ხო და ესე მომარგა ურში და მეუბნება მე კი ვიცი შეიძლება ეკალები მოიმიხდა მაგადა მე ეს ყველა პეგამეს ის გასწენგი ხარ ძალიან წავხდებოდა ის კაცი და არ ეთქებოდა არაფერი ფანიზა რა ამაზე მოვიყავი და ეს იგი ვიყავი ძალიან ალბათ აი მაგ რა სიცხემ რა ვიცექი ესე იგი იმაში საწყობში და ეს იგი რა ფუნქცია მქონდა რა მე მოსაკმარო რა ხდება ჩავხატე ეს როგორც ხდება ეს ჩავხატე აი ამ მაგიჩს კაპელის ეს ჩავხატე ეს და მე ესე უყურებდი და ეხლა სიცხისგან თუ რაღაცა ვიდი რაო ეს 6 მეტრიანი რა მაგარი იქნება თქო და ეგ იყო გადაწყვეტილება ეგრე მივიღე გადაწყვეტილება რომ გავაკეთე 6 მეტრიანი ესე და იქნება მაგარი და წავედი ესე როგორც გამოჯამთელდი წავედი ვიყიდე ეს 3 კილო აი ამაში არის ეს ტრანსგრესიული მდგომარეობა როცა აკეთებ ამ სისულელეს ამ სისულელისგან შენ ხდები აი ეს რაღაც ყველა ეს ძირი გეცლება ყველა ეს რაღაც დასტრუქტურა დატერმინირებული რაც სიტუაცია გეცლება და ხდები აი ესეთი რაღაც აი ლაით შეგიძლია იფრინო აი ჩემი ფრენა იყო წავედი ვიყიდე რაღაც 3 ამხელა რა ფული მივეცი კაპიკი ამქონა 3 კილო ვიყიდე 2 მეტრიანი გადავჭიმე მოკა დავაყენე მე დავფარე ეს ზვირიანი თეთრი ფერით და მე ეს დაუსვი ხო ვიმუშავე ამაზე ძალიან სენზიტივურად საშინელი სენზიტივურად აი რაღაც ქონდა და ყველა იმას მონასმი ყველაფერი დავდგი ეს და უყურე ახლა ძალიან პატარა სახელოსნო მქონდა ეს 3 იყო ესე განაწილებული ხო ესე და შემოსასვლელი იყო იქიდან ეს იგი ეს და უყურე და დააკապუნა ვიღაცა კარდა შემოდი მეთქი დაუძახე და ნუ ახლა არავინ არ მოდიოდა შურა ვანძელაძე მოდიოდა იმ დროს მარტო ჩემთან მეტი არავინ და ვიცოდი რომ შურა რა ხო კარი ნუ შურა ყველა მიცით ხო ეგ შურამ გააყარებ და შემოვიდა და ესე ხო შემოვიდა ვერ ხედავს ახლა ამ სურათს მოტრიალ და მოვიდა ჩემამდე და როგორ ახალი მეკითხები და აი ესე ვარ მეთქი რა ვთქვა ხო და მოტრიალ და ესე დადგა და უყურებს დიდხანს და ხმას არიღებს უყურა და მე მომწევ მონება და მითხრა это захватывает ამაზე დიდი კომპლიმენტს ვერ გეჭირს კაცი это захватывает ნიშნავს რომ ეგ არის რა მაგას არ რა არის როგორ არის
это захват. ეს კი რაღაცა სული წაიღო და რაღაცა მისცა რომ აი ესეთი უცნაურ რამეს ხედავთ. აბსურდი რომელიც დაფიქსირებულია. ესე იგი ამას მე ვეძახი პირადად ჩემ თეორიაში ვოლერ კაფსული. ესე იგი ვოლერ ზელად next step. კიდე ახალი ნაბიჯი აბსურდისკენ. კიდევ ერთხელ შენი თავი დაანგრე და კიდევ ერთხელ მოიტანე ისაც აი захватывает. რაც გაძლევს აი დიდ სუნთქას და უცბად რაღაცას ხედავ. ლაიშურას ესე იმოქმედა და მე ჩავთვალე რომ ეს ნამუშევარი მოხდა. იმიტომ რომ მე არ ჭირდება მეტი კიდე, ამაზე მეტი. ეს არის საკმარისი იმისთვის რომ შეძლეს ხელოვნება თანამედროვე გარკვეული და რაც არის თანამედროვე. ეს ნამუშევარი ორჯერ გაკეთდა, სამჯერ გაკეთდა, იმიტომ ერთხელ გავაკეთე ისევ ეს უზარმაზარის ნამუშევარი giant pictures ვეძახით და იყო 7 მეტრიანი სურათი იყო შავთეთრი და ეს იყო ფარიკალოები. ეს ერთი კურატორი შემოვიდა, ეს არის ნიუ-იორკში შოუს ტაქსის გალერეაში, მაგრამ უკვე სხვა ვერსია ეს არის შავთეთრი ტილო, ეს არის პლექსიგლასია გაკეთებული, აი შავი რაც არის, ეს არის შავი აი ეს რეზინა შავი რეზინია დაყვა პლექსიგლასია და ეს პლექსიგლასია ის ქანდაკება ფაქტიურად და მე თამაში არის აი ჭტილი როგორ ეცემა და რა მინდა გითხრა და ეხლა ამდენი ვილაპარაკეთ ხო უკვე დაახლოებით იცით თქვა რაზე ფიქრობს ხაბარი და რა სტილობს და აქაც შეიძლება ილაპარაკო თქვა დიხოტომია და როგორ ხდება ეს ერთი ფიგურა და პეპელას ვეძახი სხვა შორის და ხელა ორი ადამიანია ერთმანეთს ებრძვიან და ეს ახლა დაძაბულობა და ამ დროს რო შეხედოთ პეპელის ფორმა, აი რორშახის ტესტებით რო წარმოვიდგინო, პეპელად როგორ ერთიანდება ეს დიხოტომია და როგორ ხდება ეს ბინარულობა ერთიანი და რა ამაზე ყველაფერს თქვა. და მოვიდა რა და ეს კურატორი იმაში სტაქსის გალერეში და მეუბნება თქვენ სპორტის თემებით ხართ ხო? აი ესეთია, ეგრე არის და ძალიან რთულია. გამიგე და ვერაფერს ვერ იტყვი. ესე იგი თან კურატორი იყო ვენციის ბიენალეს უკეთებდა იმას რა ისრაელს. და იყო მთავარი კურატორი ისრაელის ვენციის ბიენალეზე გაქონდა და ის მეუბნება ამას და ეხლა რაზეა ლაპარაკი ურთულეს საქმეზეა ხო ლაპარაკი და სულ შემოქმედებაშია და ამდენ ხა როგორც ძალიან ძნელია პოეზია აღწერო და ილაპარაკო მაგაზე ხო სწორედ ესეთი არა პოეზია ნამდვილი და პოეზიაში გარკვევა და ამის მოტანა და რაღაცა არ არის თეატრის საქმე. αλλά ესეთი ლაფსუსები დგება სასწაული რა და ეს ნამუშევარი ხო ეს სამი ფორმითაა გაკეთებული ჯერ მქონდა ეს დიდ ტილოზე 7 მეტრიან ტილოზე ჰანს მაიერთან გამოიფინა დიუსელდორფში მე მქონდა პატარა ფორმატი გავაკეთე რომელიც სკეჩს გავდა უფრო ეს დაიც ძალიან სწრაფი ვიტალური ჩანახატის ფორმა ის პირველი დიდი ძალიან მონუმენტური იყო და იკარგებოდი ხაზში და იკარგებოდი სივრცეში და ეს დაკარგვის მომენტი ძალიან ისა თავარი იყო იმ მომენტში და იმ მომენტში ისეთ იმ სურათში მაგრამ აქ პატარა რო გავაკეთე იქ სკეჩი იყო და იქ იყო უკვე ვიტალურობაზე და ხელის მონასზე და რაღაც გესმით მასშტაბის მარტო მასშტაბის შეცვლითაც რამდენი რამე იცვლება და უკვე სულ ახალი შინაარსები დგება და სულ ახალი ინტერპრეტაცია შეიძლება მისცა და მე უკვე აი ესეთი ფორმა მიეცა ეს უკვე კომერციული მომენტი შემოვიდა ხო კომერციულისგან მე მინდა გავყიდო ის რომ მე შემომაქვს თქვა და რაღაც კომერციული სტრატეგიები შემომაქვს თქვა შიგნით აი როგორი პრეზენტაციის ფორმებია თქვა როგორი window დიზაინები როგორი გაკეთდა და აი ამაში შემომაქვს ის შინაარსი რომელიც იქ ესეთი მეტაფიზიკური იყო იქ იყო ესეთი განყენებული იქ მქონდა ლაპარაკი მხოლოდ ზოგად და ყველაზე ბოლოზე აკუცბად აი ეს შემოვიდა ეს სუნთქვა უკვე ჩვენი ცივილიზაციის ზედაპირის ხო ეს ზედაპირი მე შემოვზიდო შიგნით ხო საერთოდ ეს თამაში შავთეთში ძალიან ბევრი მაქვს იმიტომ რომ მაგალითად რაღაც აი ესეთი მეტაფიზიკა შავის და თეთრის ხო ბინარულობა მე ნიშნები არის ისე დონეზე მოტანილი რომ ვერ იგებ ეს ნიშანი ეხლა შემწინ იბადება თუ ეს არის ნიშანი რომელიც იშლება უკვე ესე იგი რა დინამიკაში იმყოფება გაუგებარში ესე იგი გენეზისის პროცესია თუ აი ახლა შენ თვალწინ დაინგრევა ეს ყველაფერი არ არის გარკვეული ხო აი ესეთი რაღაც მეტაფიზიკებზე ლაპარაკი რაღაც წარმოუდგენელ რაღაც განზოგადებას და ამავე დროს თქვა არა იმეჯი შეიძლება იყოს ქათმები რომელიც კენკავენ აი მე მაქვს თქვა უზარმაზარი სურათი ისეთ 5-4-ზე ორი ქათამია დაახლოებით რომელიც კენკავენ რაღაცა აი ესე იგი როგორ მოხდეს რა ესეთი კოსმიური უცბად აი ყველაზე ტრივიალურს და ბანალურს მიუერთდეს და ერთად მოხდეს ამათი გადაწყვეტა. მე იკითხება სამშრეზე. მაგალითად გარკვეულ დონეზე თქვა რაღაც დისტანციას გააჩნია, ეს მხოლოდ ხაზის რეალობაა და იმყოფები, რასაც ქვია რეალში. ესე იგი იქ არ ხდება სიგნიფიკაცია არ არის, ამიტომ შენ ხარ მოწმე ან რაღაც. აი როგორ თქვა მაგალითად არნოლდ გელენია, ესეთი ძალიან საინტერესო და ძალიან
ეს კი ანთროპოლოგია და ძალიან ფილოსოფოსი და ძალიან საინტერესო პიროვნება და იმან დაახასიათა ესე კლასიკური სურათი აიღო, ესე იგი თქვა ვერონეზის, აი თქვა პირვკანი, ხო, უზარმაზარი სურათი ვენეციაში აკადემიაში შედიხარ 12 მეტრია და ესე იგი ქრისტე როგორ წყალს გადააკეთებს თქვა იმათ ღვინოთ. მაგალითად ჩვენ რომ ვუყურებთ ამ სურათს, აი არნოლდ გერინგენში, მიდიხარ ეგრევე ცნობ იკონოგრაფია, შეიძლება ეს ქრისტეა, ეს არის მოთხრობა, ეს არის ყველაფერი იცი, რაც ხდება, ხო? და ამას ეს არის ერთი დონე ახმის. ეს დონე, ეს თვითონ ის ნარატივი, რომელიც გარედან არის შემოსული, ეს პრობლემა კომუნალურ სფეროში. და კომუნალურ სივრცეში არის გაფორმებული. იმას აფორმებს ესე იგი კომუნალური ცნობიერება. ესე იგი დგება ეს რელიგიური იდეა, დგება რაღაცა კონკრეტულობა, დგება რაღაც კონცეფცია, ამის გარშემო შემსრულებლები ყავს, ხო, იქ მაცხოვარი, იქ ისარგებლობა და ამას ჩვენ ვხედავთ და ამას ვხედავთ ჩვენ. და ეს არის ჩვენი ახმელობის პირველი დონე. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვათ, ვიღაც აბორიგენი, რომელიც საერთოდ არც წინ არის მაცხოვარი, საერთოდ არც რა არის ქრისტიანობა, სიტყვაზე, ხო? მოვიდა. აი, არნოლდ მაგას იცავს და უყურებს ამ სურათს. აი, რას ხედავს ის კაცი? ის კაცი საერთოდ არ ხედავს, იმას რაც ჩვენ ვხედავთ. ის არ ეძებს ამაში არც მაცხოვარს, არ ხედავს არც აი ამ რაღაც სიუჟეტობას, არც აი ამ არაფერს არ უყურებს. ხედავს მარტო საგნებს. და საგნებსაც როგორ ხედავს? ხო, თქვა, ცნობს, რომ ეს ვაშლია. შეიძლება რაღაცას თვითონ შეიძლება ვაშლი არ აქვს იქ, მაგრამ ბანანი სიტყვაზე, ხო, მაგრამ რაღაცა მანქანები რაღაც ახერხებს მის ცნობიერება და აკონკრეტოს საგნების დონეზე დაინახავს, მაგრამ ნარატივი და თქვა შემოტანილი გარედან რაც კომუნალურ სფეროში გაფორმდა, ეს დარჩა გარეთ. მაგრამ აი ამას სიგნიფიკაციას ხედავს. ეხლა გელენიძე's ეხლა აიგებ თქვა ახალშობილი ბავშვი სიტყვაზე. ხო? და მისთვის ერთია ჯერ სამყარო ამას ვერ გამო. მისთვის რძე და ძუძუ ერთია და კიდე დედაც ერთია და ყველაფერი ერთია, როგორ კალეორი, რაღაც ერთი დიდი ხედვა აქვს აი ესე თქვა. ამას უყურებს და ის ვერ ცნობს ამ საგნებსაც, მაგრამ ხო ცნობს, რასაც ხედავს. ეს არის მისთვის ლაქები, რიტმები, ეს არის ხაზები, ამას ყველაფერს ხედავს, ემოციურად ის აღიქვამს, ხო? ესე იგი სამი სხვადასხვა დონეა ახმის ერთ სურათში. და ჩვენ ამას ერთმანეთზე ვაწყობთ. რენესანსის სურათი იმდენად ძლიერად აწყობს, რომ მეორე დონე აღარ აღიქმება და პირველი საერთოდ არ აღიქმება. ესე იგი შენ ხედავ აი იმას, რაც იქ არის გამოხატული, დეტერმინირებული მაღალი დონე დეტერმინაციის ძალიან. ხო? მაგალითად კანინსკისთან ეს აღარ ხდება. ესე კანინსკიდან ეს გადახსნილია ეს სამივე დონე. შენ შეგვიძლია თითქმის სამივე დონეზე აიქვა და იარო ამ დონეებზე. შენ შეგვიძლია ფიგურაცია შეამჩნიო, შეიძლება დაინახო რა წარმოიდგინე რუსული სოფელია, შეიძლება სულაც არა, შეიძლება დაინახო მარტო ხაზების და ლაქების რეალობა, ხო, ესე იგი სამივე დონეზე მოძრაობა შეგიძლია იმოძრაო. დაახლოებით იგივე ცდილობ მეც აი ამ შავთეთრ წერაში, იმიტომ რაღაცა დონეზე სიკითხება, როგორც აბსოლუტური წმინდა რეალობა, ხაზის და აი ამ სითეთრის, აი ამ სივრცის და რაღაცა დონეზე უცბად ხედავ, რომ შეიძლება ეს სიგნიფიკაცია და რაღაცა კონკრეტულობა მოაქვს, აი ბოთლი შეიძლება იყოს, ან იყოს მოფარიკავები და მე უცბად სოციალური შინაარსით შეიძლება გაჩნდეს. ამ თქვა ფილოსოფია, რომ აი ეს დიქოტომიაზე, აი ეს არის თქვა ბინარულობაზე, აი დაძაბულობაზე თქვა, იქ არის არისტოტელეს სიზათე, რომ მხოლოდ ბინარულს შორის შეიძლება გაჩნდეს, აი ეს დაძაბულობა და სამყაროსაც ეძახი. რაც ეს ყველაფერი შეიძლება გაიზრდეთ, კი, რამდენი დონე, მაგრამ გადახსნილია. შენ შეგვიძლია ისიამოვნო, როგორც შურამი სიამოვნა ამაზე ბანძელაძემ და თქვა, ეს ზახლატევით და იქ არ იყო არაფერი აზრი, იქ არ იყო, იქ იყო აი ეს შეგრძნება კოსმოსის, ხო, ამ სიცარიელის და აი ამ ხაზის, რომელიც აფიქსირებს სიცარიელეს. იმ ხაზს ეგ ფუნქცია, რომ დაგიფიქსიროს, აი ეს რასაც ეძახიან ინდოეთში შუნიატას, ხო, ეს სიცარი არა დაგიფიქსიროს, მოგცეს ამის განცდა, ამის ინსაიტი მოგცეს, ხო? ესე იგი აი ამას მეორე დონეზე შეგვიძლია გაიაზრო, რომ შეხედე აი სიგნიფიკაციად სად არის ბოთლი, როდის ჩდება ბოთლი, როდის ვეძახი ბოთლს. აი რა მომენტში, როცა ორნამენტი აი ესეთ სახეს იღებს, ეს ხდება ბოთლი და არა ხაზი. აი ამაზე იწყებ გზნობას, ისე ხვდები როგორ არის შენი ცნობიერება აგებული. და მე შეიძლება სოციალური შინაარსის გასაგები იყოს და თქვა ჩავწვდე და ამაზე რაღაც რეფლექსიები გქონდეს უკვე რომ აი ეს თქვა აი ესეთი რამეა და ბინარულობაზე ეს ყველაფერი და რაღაც ხაყარი გეუბნება რომ შეხედვა მხოლოდ ბინარულობა რომ შეიძლება ეს ერთიანად დაინახო რომ ორივე ენერგია ერთია მაგალითად არ არსებობს. აი ესეთი რამე არის აი ეს ესე იგი თანამედროვეობის ენა. ყოველ წამს ის თავიდან იქმნება.
და ამაში არაფერი არის, იცით როგორ არის, იცით რომ მაგ ლექსს რო კითხულობს კაცი, ხო არ არის არავითარი სწორხაზოვანება შიგნით. ესე იგი შენ რაღაც არქეტიპებზე შეგვიძლია რაღაც აქცენტები გააქვთ, ძალიან კარგად მიხვდე და მე მისი შენი ინტერპრეტაცია ლექს, ხო ვერ იყო ლექსი რაზეა რა. აი იგივე დაახლოებით ეს არის უსასრულოა ეს თანამედროვე რასაც შენ თავად. ეს პოეტიკა ნამდვილი, როგორც ისეთი რა, ტოტალიზირებული პოეტიკა. რა ინსტალაციის სერიას გაჩვენეთ, უნდა გეტყვით ლოგიკას, რატომ მოხდა ისე გადავიდეთ თქვა ინსტალაციაზე სხვა არის ყველაფერს ისეთი რომ არაცნობიერი მოგზაურობა განეკეთებინა ჩემ შემოქმედებაში. სულ იყო იმაზე ლაპარაკი, ჩემი შავ-თეთრი ფერწერა არის ფაქტობრივად ორგანიზმირებიანი ინსტალაცია. ამაზე იყო აი სულ რამდენიმე კრიტიკოსმა დაწერა პირველად რაღაც და მე ამის სულ ამის ლაპარაკი გია ფერწერას კი არა, გია აკეთებს ორგანიზმირებიან ინსტალაციას. ესე ეს არის ორგანიზმირებაში შეტანილი აი ეს სამგანზომილების შეგრძნება. აქ არის სივრცე მოტანილი და ეს თქვა და კიდე რა მახსოვს რომ გოგია ოჩეორმა მითხრა ერთხელ რომ ესა გიო ეგებო არ გააკეთო ფერწერა და აი რა რაღაც მეტალიდან რაღაცი და ეგ სივრცეში გააკეთო იმასაც ეგცნობა ქონდა რა ესე იგი ეს არის რაღაც სივრცობრივი და არა ეს იგი ფაქტობრივად სამი განზომილებაზე ლაპარაკი ოღონდ მოტანილია ესე ორი განზომილებით და ამიტომ როგორც გამიჩნდა ეს ცნობა რომ სივრცეში უნდა გავიდე და თან კიდევ უკვე ისეთი სიტუაცია იყო გარშემო რომ იცით ესეთი გახდა რა შემოიზიდა ყველაფერი ინსტალაციამ ფერწერა შიგნით შევიდა ვიდეოც ყველაფერი იმ დროს ეცება დასაწყისად 90-იანების ბოლოს უკვე ეს გახდა რომ ერთი დიდი სხეულია არავინ არ არის ფერწერა არავინ არ არის ცალკე კიდე ვიდეო ისა და ამიტომ ლოგიკა იყო ამაში თავისი და გავაკეთე რამდენიმე ნაბიჯი ეს პირველად ინგლისში გამოფინა ესე იგი შეფილდში გამოფინა მუზეუმში პირველად ინსტალაციები, მე ნეფინში, მე და დაიწყეს ნელ-ნელა. მოკლედ და რა თავისთავად მე რაც მქონია, უმთავრესად აღიარება ფაქტიურად მომიტანა ინსტალაციები, მაგრამ შავ-თეთრი კი მუზეუმში სადაც ნამკედი აპონებელი, მაგრამ მაგაში არის საქმე, აი თავად რაც პრესა, აი სერიოზული პრესა მქონია, ინსტალაციებიდან არის ყოველთვის და ეს ინსტალაცია არის ვენეციაში გაკეთებული ვენეციის ბიენალეზე. ეს იყო ყველაზე წარმატებული პროექტი, რაც კი გამიკეთებია, იმიტომ რომ ამ რაღაც ქვია წარმატება ეგ იყო ვენეციაში რაც მოხდა, იმიტომ რომ თქვა ყველა დიდმა გაზეთმა და რაც კი იყო სერიოზული ესე იგი ჟურნალები, ყველამ გაუკეთა, ნუ აღნიშნა ამას და თქვა ფიგარო წერდა რომ აი რაღაც გიაც გვერდზე და აი სამი მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, თქვა პილოტერისტი და ეს არის ყველაზე კარგი გაზრდიენებზე მოხდა 97 წელს. მე ნიუ-იორკამ დაწერა სასწაული რომ იცით ისეთი გზნობა მაქვს რომ პერიფერია მე ვიგულისხმებოდი იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო გამოდიოდი და საქართველოს ეწერა ჩვენ იმას ეს ფოჩო პირველი პრეზენტაცია იყო ყველამ ეცოდა ვენეციის ბიენალზე საქართველოს იყო ჩემი გამოფენა იმიტომ რომ მე რუსეთმა მომცა პავილიონი და მე რუსეთს ვთქვი რომ მე გამოფენ მარტო იმ შემთხვევაში თუ პავილიონს ეწერება საქართველოს და მე ჩემ პირადებული გადავედა და ახლა ასოები გამოვაჭრევინე ვენეციაში ვიღაცა და აი ეს პანპილ რუსეთის პავილიონს ეწერა საქართველოს და გამოფინე იქ და ეს თქვენ არავინ არ იცით იმიტომ რომ პრესა არაფერს არ აშუქებდა არავის არ აინტერესებდა კულტურა საერთოდ რა ხდება და რას აკეთებენ გასაკეთებთ ქართველი მხატვრები გარეთ ეს რო იყო იქ იმ დროს მე მაგ პერიოდს ვეძახი disaster period of a Georgian ambassadors იმიტომ რომ არაფერი არ აინტერესებდა კულტურას აი ჩვენი წარმომადგენლები ვიწყდნენ გარეთ არაფერი საერთოდ არ მოგვდებდნენ რას ბერნი ვიყავთ ხალხში 3-4 ძალიან სერიოზულად მუშაობდა თამუნა ძალიან კარგად მუშაობდა მე წამოვიდნენ კიდე ხალხი არავის არ აქცევდა ყურადღებას და არ მოხონდა თქვენამდე ამიტომ არავინ არ იცის რომ ესე იგი საქართველოს პრეზენტაცია იყო აი ესე დონეზე გაკეთებული და ლოგიკი გემოდიოდა ადამიანები მადლობა და რომ მოდიოდა ადამიანები ხედავდა აი საკუთარ მე რო ჩავედი დასავლეთში არა ესე იგი მე რომ მეკითხა საიდან ხარ რომ I'm from Georgia ჯერ სახე გამონათდებოდა მიხვდა ეგრევე ხვდებოდი რომ ამერიკა გონია მე რომ ნო Soviet Union და მე მეუნდა კავკასიუს და ეგ იყო მაგათი ცოდნა ჩვენზე ესე იგი მე ხო მე ვიდეოებით გავიხდი სახე და ეხა ყველამით ვინა ვარ ჩვენ და აი ეს ჩამჩოდი თუ რამენაირად აი გვეჩვენებიან კულტურული სახე თანამედროვე კულტურული სახე გაგვაჩინა და გვაქვს და აი აქ აი ეს ინსტალაციაც მაგაზე იყო გაკეთებული, იმიტომ რომ აი ესეთი დიდი პრეზენტაცია გავაკეთე და
ესე იგი როგორი მოგიყვებით ამ სიტუაციიდან, ისეთ სასაცილოების საინტერესოა. ესე იგი დამირეკა კულტურის მინისტრის მოადგილე იყო მაშინ რუსეთის ბაჟანოვმა და მითხრა რომ გიო მინდა რომ მოგცეო აი შანსი რომ სოლო-შოუ გააკეთო კომიტეტ საფუძზე ჩვენი პავილიონისო. მე ვთხარი კი მეთქი მაგრამ იცოდი რომ სპონსორები შემდეგ ისო მე ფული არ მაქვს და ჩვენ ვერ გადავიხდით ყველაფერს. მე ვთხარი კი მეთქი მე ვეცდები და გავაკეთე. ესე იგი ეგ რომ დამირეკა მე დავუკავშირდი ჩემ თავად კოლექციონერს დაიმლერ პრაისლერი იყო. ნუ ეხლა დაიმლერია მარტო პრაისლერი გაყიდეს და მერსედეს მისაკეთე. დაიმლერი არის თავარი ფილმა და მერსედეს ნაწილია მაგისი. ესე იგი მაგათ დავუკავშირდი მე ვთხარი თქვენ ამდენი ნამუშევარი გაქვს ჩემ ხუთი უზარმაზარი ნამუშევარია და ეს giant pictures ასაც ვეძახი კოლექციაში. მე ვთხარი თქვენ ამდენი ნამუშევარი და ეხლა ისეთი შანსი გვაქვს რომ გავაკეთო one man show და თუ თქვენ მე მიჭერთ ხარს და ვერჩი მიგახართ მაშინ მე ვთხარი დამიჭირეთ ხარ და გადაიხადეთ ეხლა რაც დაჯერეთ კი აუცილებლად გავაკეთეთ. მოკლედ დამიდგენ ვერჩი. დაურეკე ბაჟანოს და ვთხარი მე ვთხარი აი ესეთი სიტუაცია ხდის დაიმლერ პრაისლერი და პროექტს დააფინანსებს და მოკლედ გავაკეთო გაიხადეთ საშინად ინდოეთის ლოკაცია. non შეიძლება დაფინანსებას ამ სხვადასხვა და მითხრა დავაი. მე დაურეკე ისე ბაუმგარტი იყო არაჩვეულებრივი კურატორი არაჩვეულებრივი ისეთი ინტელიგენტი არისტოკრატი კაცი და დაურეკე მაგას და ვერნემენტი ყველაფერი აწყობილია მოგცეს შოუ ესე იგი არც გვინდა რა თქვიცება იმის რომ თქვენ დაგაფინანსებთ სიტყვაზე ვიჯერები და გავაკეთოთ და მეუბნება ხო იცი რა ვქნა ზეგ გავფრინდეთ ვენეციაში და მე თქვენ რას ვაკეთებთ ვაი ფიქრე გავარე შუქრუნდა და რას ვეწარმოდგენ არა მაგრამ რას ვაკეთებ სპეისი არ ვიცი რა არის და სპონსორს ვერ ეთქვი არ ვიცი ბოდიში გადავდეთ ერთი თვით ამას ვერ ეთქვი და გათავებულია შენი სპონსორობა ეგრევე ვეუბნები ხო აბა რა კი გავფრინდეთ მოკლედ მირეკავს მე უნდა ბილეთები გადმომიგზავნა მე ვაი მიფრინდა ცალკე გადავფრინდით ესე იგი 2 დღის შემდეგ არაფერი თავში არ მაქვს რა უნდა გავაკეთო პირველად ხედავს სპეის ესე იგი შევედი სპეისში მომცეს გასაღები ესე გავაკეთე შევედი ამ კაცთან ერთად და მე ვინდა რომ ვერთხარი ხო შეხედე რა ესა მითხარ რასაპირებო მე რა ვიცი რასაპირებო ვეუბნები მე ხარ ვენეცია ისეთი მაგარია ქალაქია ესა რა ვიცი რა ბერჯოკო მე მაინსკაია გაისრები ცოტა ხანი და მოდი მეთქი სპეის ხონდა შევხედა მეთქი რა მაინც არ მინახია კი ვიცი მეთქი გეგმაში და კარგი წავედი ერთი საათი წავედი აი ეს ერთი საათი აი რასაც ქვია სტორმი არის პონდა თავში ესე იგი მალე უნდა გადამეწყვეტე პროექტი აი ისევ იმაზე მინდა დავიყვანო რომ ისევ ინტუიცია ისევ აი ეს რაღაც პირველი აი ეს რაც მოგდის შენი რაღაც ინსაიტი რა რასაც გაწევ აი მომენტში აი ერთ საათში გავიაზრო ესე ეს პროექტი დიდი სპეისი ესე გროის უნდა ყოფილიყო ორა რომ უნდა ყოფილიყო ისეთი ორი სხვადასხვა სტრუქტურა რომელიც ერთმანეთს გააძლიერებდა ამ კონტრასტიც იქნებოდა ერთმანეთის რომ უნდა ყოფილიყო ყველა ესე იგი სინათლის თვალსაზრისით თქვა პრეზენსი მასალის ყველაფერს უნდა ყოფილიყო კონტრასტი და ეს ყველაფერი აი ეს ერთ საათში ეს თავში დამიდგა ერთ საათში შემოვიდა ეს აი როგორც ხედავთ ესე აუწერე რა იქნება გაკეთებული ესე იგი ორი ოთახისგან შეიძლება იქით არის პირველი ოთახი, სადაც ბალახი არის და მე არის დიდი პანელი გარშემო ფერწერული, მე არის ესეთი towers of paintings, ესეთი towers კოშკი ხო ესეთი ფერწერული კოშკი და ეს გაჩვენეთ. აქ არის წინ არის ესე იგი ბრინჯი, აი ეს არის ბრინჯი, რაც წინ არის და სტაფილო, აი ეს არის ესე იგი ადამიანის ფეხის კასტინგია გაკეთებული, ესე იგი ჩამოსხმული გამჭვირვალე პლასტიკისგან და აფსებულია ბრინჯი. ეგეც. ეს სკულპტურული აი რაღაცა ამოშული და ამოდის და ფორმას იძენს როგორც ადამიანი აქედან. და მოკლედ აი რასაც ხედავთ, აი ესეთი ფორმით აუწერე მართლაც და ეგ იყო მაგის გენიალობა, რომ ეს რასაც ეუბნებოდა ეს ესმოდა ხედავ. ესე იგი კონდა წარმოდგენაში რა. და ეს არის კურატორი, აი ვისაც ის შეუძლია გააკეთოს და წარმოიდგინოს, რომ ეს მასშტაბი იქნება ისეთი რომ აი ეს კონცეფცია გაარკვევს საუკეთესო რაღაცას. აი ამ კაცს ჰქონდა ეს ინტუიცია და ეგ კაცი არ იყო სხვათა შორის წამოსული პროფესიული წრეებიდან. ეგ იყო თვითონ აი დაიმლერის შიგნითა ადმინისტრაციიდან წამოსული იმდენი გაანადგურებული ეს არისტოკრატი იყო რომ ბოლოს ესე იგი დაიმლერმა აი როგორი ფილმი ეს აი მაგ გერმანიაში რომ დაავალო ოლიმპიადაზე და ჩაატაროს ხო პირველი რასაც კიდევ დაიმლერს კითხავენ შენ თუ დააფინანსებო ეს აი ესეთი ძალის ინსტიტუცია და ეს იგი ამალ და მე თხოვეს რომ ეგ შენი ხო კურატორი ისეთი დიდი
ესე იგი კულტურის ადამიანი იყო. ამის გარდა კიდე აღმოჩნდა რომ ვიჟენია და ხებავს ყველაფერს და სასწავლო პროექტები გადი ისეთი კოლექცია შეუდგინა და კრაისლერს რომ ესა წამყვანი კოლექცია გერმანიის ესე იგი კოლექცია. და აი ესეთი რაღაც ჩატარდა და უცბად აი ესე შევქმნით და არაფრიდან რაღაცა. და ამ რაღაცა მიმუშავა ზამაბრულად რა ესე იგი იყო აი დიდი აღიარება რასაც ქვია ესე იგი ყველაზე დიდი გაზეთია შვეიცარიის ხო ციურიხა და ციურიხამ დაწერა რომ ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ბიენალესი თქვა და ეს ზუდოიჩემ დაწერა რომ ესე ხუთ საუკეთესო ესე იგი პროექტი იყო ქართული პროექტი და აი ესე დონეზე მოხდა. და ამიტომ ცოტა რომ ჩემი ბრინჯი ძალიან ბევრი მიმუშავია. ესე იგი ჯერ ეს იდეა იყო მარტო და სუხმარობის სიტყვას sweet rice, თბილი ბრინჯი და აღმოსავლეთიდან მოდის ეს და თბილი ბრინჯი რომ რაღაც ისეთ სუბსტანცია აბსოლუტურად divine რაღაც ეს ჩემს ზამბლიც ხან სამად წერდი ხან რაღაცას ხატავდი ხოლმე ცოტა და მე უცბად გამჩნდა ესეთი ნაური აი თვითონ ეს ბრინჯი ხო ეს რაღაც ხო ისეთი ნაური კრისტალს გავს რა საერთოდ ზნოფრ შეიძლება სიცოცხლე იყოს და ამას თითოეულში არის სიცოცხლე და შეიძლება აი შენ წინა ეს არ გავს თესლს ეს გავს მართლა კრისტალს და ეს არის ძალიან ისეთი მომენტია რომ აი თქვა კრისტალს შეუძლია კონდეს ეს პოტენცია სიცოცხლის და რაღაც და მე რა ეს რაღაც ეძახი ესე იგი unity of multiplicity ესე იგი ერთიანობა სიმრავლის რა ეს ერთად როა რა თქმა უნდა ეს სულების სიმრავლეა ერთად ეს განფენილი ერთად მაგრამ რა ამორთულობა გააჩნია რაღაც ამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და მე უცბად იქიდან იზრდება ფორმა და ეს ადამიანის რაღაც იმას იგებს და ისიც ვერხები თქვა რა მიწას ისიც რა ძალიან სიმბოლური ეს მეტაფორული მნიშვნელობები ქონდა ძალიან ბევრი ჩემთვის ამავე დროს ძალიან ბევრი მიმუშავია თქვა ასევე სტაფილოსთან ხო? იმიტომ რომ სტაფილოს აქვს უცნაური და ძალიან დიდი ველი აქვს სიმბოლური რა. და ეს ის ძალიან ეროტიულია ხო? მაგას ვერ წარსულს სტაფილოს ხო? და თან არქაულია ძალიან ხო? ფერიც ძალიან ეროტიულია და ამიტომ ეროსია მთლიანი სიცოცხლის ზალადებში, მაგრამ ამავე დროს ტანატოსიც არის, იმიტომ რომ მოჭრილი გავს და არის კასტრაციაც. ესე იგი ტანატოსი და ესე იგი ეროსი არის ერთად ჩინი სიმბოლურად მოტანილი. ესე იგი ძალიან დიდი პოტენცია აქვს სიმბოლური. და ძალიან ბევრჯერ მაგ ნახმარი, ძალიან პროვოკატიულ ვიდეოებში მაგ ნახმარი ისეთი რომ ნუ აი დასავლეთშიც რომ დაიშოპენ ახლა არ თუ გინდა გაჩვენებთ და თუ არა. ამბავიც უნდა ხო, რაიმე ტეიჩი მქონდა შოუ, ტეიჩი მქონდა შოუ, მაგას გააჩენეს ვიდეო და ესე იგი მითხრეს რომ აი რაღაც ქალაქის თარობამ თქვა რომ აი მის ჩვენება არ შეიძლება. და ისე რაღაც იმასთან იყო დაკავშირებული. ამ სტაფილოსთან. და აქედან ეს სტაფილო აი ამ რაღაც ბრინჯის ველს აი ჩარჩოში სწავს თითქოს. და რაღაც ფერწერული მომენტი იჩიტება რა, გამფენილი ისეთი როგორც ფერწერა, როგორც ველი რაღაცა, რომელიც და ამ ველში არის რეალობა ხდება და არა თქვა პირობითი ნიშნებით ხდება, აპელირება ამ რაღაცა რა. აი ამაზე იყო ლაპარაკი მითავისუფ. მე გარშემო დიდი პანელები არის, ესე იგი ქაღალდზე ნამუშევრები, სადაც არის აი ესეთი ძალიან ბევრი თეთრი ლაქებია, ისევ რაღაც გადაძახილი აქვს ბრინჯის სტრუქტურასთან და არის ეს ციფრობრივი რაღაც სისტემები, რა ციფრობრივობასთანაც ციფრობრივი სისტემები ხო ველებია სულ. და აი ველებს აქვს გადაძახილები ერთმანეთში. მოკლედ აი ეს იმპროვიზაციებია, სადაც ახლა თქვა რა, ნიჭიერი ადამიანები დადგება და აქვს გასაქანი რომ აქედან შექმნას თავისი პოეზია, საკუთარი პოეზია შექმნას. და ფაქტობრივად შენიშნავს პოეზიაზე ადამიანს იმას კი არა რომ მე შეხა სკოლას დავერგე და ჩაგიდე თავში რა მინდოდა მე თქვა. არა, შენ აძლევს საშუალებას, რომ ის ადამიანი გაიხსნას ამის მიმართ და კონდეს თავისი შემოქმედების რაღაც გაქანება. მე ამის გარდა მოვახერხოთ და გარდა. ხო, აი ესე იყურებოდა სხვა რაკურსში. მაგრამ ჩემი გალერეისტი შემოვიდა და ვეკითხები, რამდენი არის კილო ბრინჯი მეთქი, რამდენი არის ხო და შეხედა და ალბათ 35 კილო 40 და იყო 750 კილო ბრინჯი. ისეთი ჰაეროვანი იყო სტრუქტურა და ვერ სათხოვდი რა და იყო რა უზარმაზარი მასა პრინციპში. აი დიდი ძალა და დიდი ვიტალურობა ქონდა ამ ხელა მასას. ხო ეს იყო პირველი ოთახი.
და აქ იყო ესე იგი ეს მწვანე მდელო იყო ესეთი წარმოუდგენელი მუშაობა ჩავატარეთ წარმოუდგენელი ესე იგი მეხმარებოდა ჩემი მეუღლე თამუნა მეხმარებოდა ჩვენი მეგობარი ესე იგი თეა და ესე იგი კიდე ხუთი მუშა მანამდე მე ბოლო ორი დღე დავში ჩვენ მარტო და ვიმუშავე იმიტომ რომ რაღაც ძალიან ძირფასი იატაკია და ეს უნდა მოწყა რომ იზარდოს ეს ბალახი ამას კიდევდა იზოლაციები რა უზარმაზარი შრომა ჩავდებით, ხო? არავინ არ გიხდის ფულს ამაში. ეს ინსტალაცია რო გაეკეთოს, ეს დიდი ამბავია, ესე იგი, კაბაკოს სამი ინსტალაცია აქვს ცხოვრებაში გაყიდული, არის სუპერსტარი, ხო? ესე იგი, აი ესეთი რა, ნახევრად ჰეროიზმია, რასაც აკეთებ, რა, ამას არაფერი ის არ აქვს, რომ რა შემოსავლით გინაზრაულებებს ან რაღაცა. მაგრამ მე მახსოვს, რომ ესე იგი, გახსნის დღე ღამე და მთელი დღე ხო ვიმუშავეთ, ესე იგი, რა 8-7 საათიდან მთელი დღე. და ესე იგი კიდევ მუშავდა 3 საათზე ესე იგი უცბად თეა ადგა მასა და აი ესე ვიქნა fuck you guys და წავიდა დააქტოვა და ესე იგი 2 საათზე 5 საათზე კიდე თამუნა რაღაცას მიკეთებდა და წაიქცა და დაიწყო ძილი აი ესეთი სიტუაციაში და მე ესე იგი თამუნა გავოცილე მივიყვანე და ეს 10 საათზე გასნა და პირველ დღეს მოდიან ყველა კურატორები და ეს დიდი მუზეუმების ყველა და ეგ არის რა მაგიცოდ შემოდიან აი მასები ხალხი და მე ვიმუშავე და დავამთავრე მოვასწავლე რა და ვერ გამოვიცვალე ესე იგი ხატრები ფრაკებში და რაღაცა ეგრე და ძალიან ვარ USA მაწელია მაიკა მაწვე შორტები ჭუჭქიანი ფეხები და ხელები და ძინავს ჩემი სურათის წელი ასეთი შემოდის ხალხი ესე იგი და აი ამ სურათის სიმძიმად ზუსტად და ეს ბევრი ფოტოებია გადაღებული მე ორგანიკო და მეცინა ბევრი ფოტოები და ეს მართლა მეძინა რომ დაიწყე შემოსვლა უბრალოდ მეძინა რა და რაღაცა ესე ჩუმად იყო ხალხი და ესე და ჩუმად გადიოდა და რაღაც მომენტში გამომეგვიძა და უიმე გაიღვიძაო და მე დაიწყე შემოსვლა და გადაღება და ერთი ამბავი ხო დაატყდა ერთი ამბავი და ესეა გადაღებული USA მაწელე საქართველოს პავილიონი ძალიან საინტერესო ცხოვრება ძალიან საინტერესო მაგრამ ძალიან ძიმე და ძალიან რთული აი ეს ფოტო იყო ესე იგი 4-5 პროგრამამ დადო როგორც მოტო ესე იგი იმბიენალესი და იგი ზედ წერია არ მახსოვს ზუსტად ტექსტი I'm still young full of strength to change something but what to change ესე იგი თვითონ თავდება ესე იგი ხალი გავხდი უკვე ესე იგი ჯენდერ შეიცვალე ამის მიღმა ვარ კიდე მხატვარი კიდევ ვერ სასწავლო სახეზე what to change else აი ესეთი კითხვა და ეს მოკლედ მაცვე რაც ამ დაიწყო აქედან ფაქტობრივად პატარბზის პროექტი იმიტომ რომ მე უკვე პატარბზალი ამის შემდეგ გამოვიდა ეს იყო დასაწყისი მაგრამ მე მოხდა ეს ყდაზე ამ კონსფორმის წამყვანი ჟურნალი გერმანიის ხელმძღვანელი წამყვანი ჟურნალი ის ყდაზე მოხდა უკვე ეს ფოტო და განხილული ნამუშევარი და მოიარაღა ხო და კიდე გაჩვენეთ ორს მე მგონი და ალბათ ხო აი ეს იყო ძალიან პროვოკატიული მომენტი აი ბალახზე ეწერა აი ეს ტექსტი ძალიან რთული ტექსტია იმიტომ რომ იცით my father told me I will fuck you motherfucker bitch so he did და იგი ესე მითხრა მამამ რომ მე შენ აი ესე გიზა და მართლაც მიქნავ და ესე იგი ეს ტექსტი როგორია ну ბევრი ლაპარაკი იყო რა იგულისხმება რა მამაზეა ლაპარაკი რა სიტუაციაზეა ლაპარაკი მე ბრაიდის პროექტი დაიწერა მე იქ გაიშიფრა ეს ტექსტი მაგრამ ყველა საინტერესო ის არის რომ დოგმას პროგრამაში ესე იგი იყო das Fest მე მგონი ესე აღარ მახსოვს პრაზნიკი ესეთი ფილმი იყო მე ისიც ლაშონ ტრიესმარა გააკეთა იმ პროგრამაში ერთ-ერთმა რეჟისორმა ესე იგი ისი დანიელი მე მგონი გააკეთა ეს ფილმი და ძალიან განხილული ფილმია და იქ არის ძალიან საინტერესო მომენტია ზუსტად იგივე აი ეს მეტაფორა იხმარა იმ კაცმა ასაკო ჩემი ნამუშევრია არაფერში არის იმიტომ რომ ჩემი ანალიზა როგორ არის აი რომ ესე იგი მხატვრები რაღაც საერთო იმებს ესეთი მომენტია რომ ესე იგი ოჯახია ძალიან დრამატული ოჯახია აი დაძაბული ურთიერთობები ძმასა და დას შორის მამას შორის როგორც არის ახლა ოჯახი ძალიან დრამატული და ძალიან ისეთი ღრმა და სერიოზული ურთიერთობები ოღონდ დრამატულეს და ну გაფუჭებულია ვიღაც გოგო არის უკვე ის თავის მოკლედ რაღაცა ასე როგორც იცი ახლა ჩtildeება გაკეთება ფილმის და ბერმანის სტილში რაღაც თული ესეთი
დაძაბულობა და ამ დროს ესე იგი მამას უსრულდება 70 წელი. და დიდი ის არის ნადინია რაღაცა გაკეთებული და ესე იგი რომ დაიწყოს ნადინი შვილი დგება და ეუბნება რომ ისა მე უნდა ვთქვა სიტყვაო და მითხარი აი რა გინდა აქ არის ორი წერილი ორივეში სიტყვა არის და რა გინდა უბრალოდ სიტყვა გითხრა რომელიც იქნება აი იმისი რომ გავხსნათ ეს მაგია თუ truth გითხრა და ახლა როგორი ამი ხალხის იმ დაყარებს რა ეს ფორმალიზმი მითხარი რომ ეუბნება აი truth მითხარი და გახსნის ამ წერილს და იგებს და ეუბნება რომ აი ჩვენო ეუბნება ვიყავითო მე და ჩემი დავა აი ესე ვიჯექტო თბილა ბაზანაშიო წყალშიო ერთათო და აი ესეთ სასიამოვნო ეს ფანტასტიკური ის იყო მდგომარეობა რაღაცაო და აი შენ შემოხვედიო და ჩვენო ვიდეო გაგვაპატიო ახი გამშრალი გამბიებული ზიან ესე იგი და წდება ერთი სკანდალი და ნუ ამაზე ფილმი და მაგრამ აგლავარაკი რაზე ესე იგი აქ მეტაფორაზე ლაპარაკი რომ ეს ის ადამიანები რომელიც ამ თვითწალში ზიან არიან ბედნიერები ამ თავის სამოთხეში და იქნებ გამოყარეს ხო და აქ ეს სიტყვა ფაქტი კი ფიზიკურად კი არის გულისხმობა აქ იმედა როგორც იმ მომენტში აი კივილი ფაქტი რო იტყვი აი ამ კაცმა რაღაცა ეს იქნა რა აი ესეთი ტკივილი იმეს ამაში ეს აღნიშნავს იმას რომ რაღაცა მართლა მოხდა ფიზიკურად აი ეს მეტაფორა ნახმარი და აი ეს რო გახსოვთ მასაჩოს აგდები დილიდან 60-დან და აი საშინელი ტკივილი ასე რომ მოდიან და აი ამაზეა ლაპარაკი და აი ეს არის გაანალიზებული ფაქტობრივად ეს იგივე ტექსტი რაც მე დავწერე და ესეთი რაღაცა ხდება ესეთი თითქოს აი იდეები არის სადაც ხაერში და ეს წვიტავენ ხატრები და პოეტები და ვერაცები საერთო რაღაც ისინი მიჩნდება იმეჯები და რაღაცები და ამაზე ბევრი იყო ლაპარაკი რომ ვიღაცა ესე დაენახა ვიღაცა ისე და ისე და ისე ესე იგი ფაქტობრივად შენ აკეთებ იმის საშუალებას იძლევა შენ ინტერპრეტაციების რაღაც საშუალებები გაუჩინო ხალხს რომ ამაზე თვითონ დაიწყო აზროვნება და მისცენ თავისი რაღაც განზომილება ამ ნამუშევარს მისცენ ხო ეს იყო ვენეცია აი ეს არის უცბად აი ამ ორგანიზაციას და მეგონი შეგვიძლია გავუთავოთ სტაფილო ხო არა ვიდეო სტაფილო ეხლა აი ამაზე ეს ბოხუმის მუზეუმში გავაკეთე ესეც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამუშევარი ეს იყო უზარმაზარი კედელი არის 24 მეტრი სიგრძეში და 7 მეტრია სიმაღლეში და ესე იგი აი ესეთი და ეს როშები ხარ არ ყოფნის დისტანცია შენ აღიქვა რა არის ეს იგი უკან გადი ძალიან დიდი დარბაზია 15 მეტრი შეიძლება გახვიდი მაგრამ მაინც ვერ კითხულობ ტექსტს ხედავ ტექსტია ხედავ რომ ეს არის ასოებია ინგლისური მაგრამ ჯერ ესეთი რომ იკვლევ და იწყებ კითხვას ესე რომ მიყვები მიყვები ბოლოში ვერ თავში დავიწყება რა არის ეს იგი ფაქტობრივად წინააღმდეგაც არ დგება ეს იგი შინაარსი არ დგება შენ იკვლევ მხოლოდ ტექსტს მაგრამ ტექსტს არ გააჩნია დასაწყისი და ბოლო და როგორც მთლიანი არ დგება და თვითონ ისე არის გაანგარიშებული და აქ რო დგეხარ აი აქ ახლა იმით არის გადაღებული გახსნილი კუთხით რა ესეთი და ამიტომ ჩანს და იქ რო ხარ ამას ვერ აქ დგეხარ და აი რაღაც ნაწილს ხედავ ხოლმე ამიტომ ყველა ბოლოს გეკითხება რა არის და შენ არ ეუბნები რა არის ამიტომ რჩება ეს მისტერია ბოლომდე და რაღაც დაუკმაყოფილებლობა ის დაუკმაყოფილებლობა არის ის რაც მე მინდა გამოვიწვიო ნახოლში რომ მე კიდე ამაზე ვაფიქრო როდისმე და მე ეგ ფოტო გადაიღე სახში გამოვიფიქროს კიდე ვიფიქროს და აი ეს ჩავრთო ხო ეს არის პროვოკაცია რაც ხატვარმა უნდა მოახერხოს რომ მისცეს საშუალება ესე იგი რომ შემოიზიდოს ეს და ფაქტობრივად რაღაც ეგეთი ტანკასავით არიან რაღაცა ჰაიკუსავით ძალიან მოკლე პატარა ტექსტია და რო წაიკითხო ესეთია when she saw she became sad and I was laughing and giggling a lot. Then we both vanished. ეს იგი მან რომ ნახავ, ეს იგი ძალიან ცუხასერზე დადგავ, მე კიდე ამ დროს ვიცინოდი და მე ჩვენ ორივე გავხრივ. ესეთი ტექსტები რაღაც თავის რომანტიციზმი, თავის რაღაც ამისი მელანქოლიით და რაღაც, მაგრამ აი ეს არ აღიქმება მაგას მომი. ეს იგი აქ ისიც არის, ნახავ რომ აი ეს კონტექსტი ადამიანი ვერ აღიქვამს ამ კონტექსტს. აი ამ მელანქოლიის, აი ამ ტკივილის, აი ამ გაქრობის, აი ამ სევდის და აი ამ სიცილის. მაგრამ აი როცა გააყვები ეს გეკარგება და რაღაც ბოლოში თვითონ ვერც მოუყარეთ თავი რა იყო ეს ხოლმე როგორ ჩაიარა ისე და არ მოუყარეთ აი ესეთი ფორმულა ეს ყველაფერი. ხო? მასალა რა არის?
მასალა არის კედელზე არის გრაფიტი. და მე ეგეც კარგი ისტორია, ესე იგი მე მგონი არ ვიცი რაღაც 8 კაცი ყავდა მუშა, 2 კვირა წაიღო დღეში 9 საათი ამის კეთება. ესე იგი ჩემი შვილი ნახმარობდა ერთი პირადი ასისტენტი ყავდა. ხარაჩვენ გასვლები არის უნაზესი შესრულება არის გაკეთებული უფრთხილესად და ესე იგი ქალაქმა რასაკვირველია ვერ იყიდა წელწადნახევარი იყო მუზეუმში, ესე იგი მე წაშალეს. ეს სამშობლო არ არსებობს. ეს არის თანამედროვე ხელოვნება და ამას თავის სიბლი აქვს და სილამაზე ესე იგი იმიტომ რომ გაქრა და აღარ არის და როგორც ყველაფერი ხრება და როგორ მიაქავს ყველაფერი როგორც კი, რასაკვირველია. სხვადასხვა ეს პროგრამა ჩემი დაარსებულია, რომ ეს კონტაქტ ეს კედელი იქა. აქ ეწყობა ხოლმე კონცერტები, რაღაც დიდი ამბები და ეს ძალიან ისეთი არქიტექტურა, მაგალითად, მთელი ეს იატაკი დადის ზემოთ ქვემოთ, 8 ნაწილად არის გაყოფილი და შეგვიძლია გადააკეთოს სცენებად, რაც გინდა. და აკეთებდნენ ხოლმე ესეთ რაღაცას, ეს კედელი სულ უკმათ იყო. და მე ვიყავ პირველი ვინც შევთავაზე, რომ მე ვხედავ გავაკეთებ ამ კედელზე რაღაცა და მე უკვე პროგრამაში შეიტანეს და უკვე მხატვრები აკეთებდა ეს ერთწლიანი პროექტებად. უკვე ამაზე ძალიან საინტერესოა და ეხლა დააკეთა ძალიან განთქმულო მხატვრობმა, რომელიც პროფესორი არის დიუსელდორფში და ის დაკვრეს. ბოლო იშურეს ფული და შეიწყეს, მაგრამ მე მიპავიზილო რასაც ვიდა. დავრჩიეს. აი ალბათ ამაზე კიდე და შეგვიძლია გავათავ ორი რაღაც მინდა გითხრათ. ერთი არის რომ იცით მე ესე მქონე გადაწყვეტილი, რომ ამეტანი გავედით, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ და მე მინდა გავაკეთო. ამდენი მენტალური რაღაც ვარჯიშის შემდეგ რა ესე საუბრობდი და რაღაც ინტელექტუალურად და რაღაცა არ მინდა და ესე დამეტოვებინა რაღაც ენერგეტიკული ნამდვილი იმპულსი რო ყოფილიყო. და ამიტომ მე ჩემმა მეგობარმა, რომელიც არის ჩემი Facebook-ის მეგობარია, ირაკლი აქ არის, გავიცან Facebook-ი, გუში ვნახე პირველად, გუში დამამახსი. ხო და ესეთი გვინდა რომ sound performance-ი გავაკეთო. აი ხა გავათავ რა, ნუანსი დავისახებ, მე sound performance, მაგრამ ძალიან ხმამაღალი იქნება და ისაც არ უყვარს ხმამაღალი მუსიკა, ხმამაღალი ესე იგი მინდა გავაკეთო, მაგრამ მინდა რომ გავაკეთო ჩვენ მაინც სამი რაღაცის კონდეს. ხო და ამიტომ გავხდი რა ამას იდეა ნაოსი რაღაცა რომ ეს ვერ დააკვრა ქვია თუ sound performance და მაგ გვინდა ჩავიდი და იმიტომ მომამზადეთ აქ სიუცელები და რაღაცები. ხო და ეს ამის შემდეგ კიდე მინდა რომ არის კიდე მინდა დავამეთქო რომ ხვალ არის გახსნა ახალგაზრდა მხატვრების, რომელიც მე მინდოდა ეს ლექცია გამიგებინა, მითხას რომ ბარემ რაღაც კიდე გავაკეთოთ, ან გამოფენა ან რამე და მე ხა ვერ ჩამოვედი გერმანია ვერ, მე ხა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა გავაკეთოთ და ნატანელი და მიშა ხუნდაძე ესე იგი მაგას ორგანიზაცია გავუკეთეს კურატორიული და ხვალ იქნება გახსნა ძალიან საინტერესო, ძალიან პიკანტური გამოფენიც, რომ ეს ძალიან რთულია, ეს სივრცე არის ძალიან რთული. ხატობის გამოსაფენად ძალიან ესე იგი დინამიკური არის. აი აქ იქნება, ესე იგი აი იქ სამეთახში იქნება და აუცილებლად მოგძანდით ესეთი 20 საათია ხვალ გახსნა და ახალგაზრდა მხატვრებიც იქნება და ეგრე კიდევ ვისაუბრებთ და რაღაც შევქმნათ ერთად რა. და ჩემთვის ეს რაღაცა ახლა დღეს ვაკეთებ და ეგ არის თანამედროვე ხელოვნება. ეს არის მუზეუმში ხომ დამუშავების უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ რამდენია ესეთ შეხვედრები დასავლეთში. აი ესეთი დისპუტები ლაბორატორიუმში სულ ირკვევა რა არის ეს არის ერთი სხეული რომელიც სულ მოძრაობს. ეს არის აი ნამდვილი ესე იგი რასაც ქვია რუბელი რომელიც სულ იცის კონფიგურაციას და ამაში არის სილამაზე მაგ ყველაფერს და ეს კონფიგურაცია ჩვენ მივყვებით ამას. ჩვენ ცნობილი ამას მივყვება და ეს არის სილამაზე ამ თანამედროვე ხელოვნებას. აი ამას დავთავრებ და ამას ვიტყვი და გავხდეთ. ესე იგი ჩემმა გალერეისმა შემოთავაზა პროექტი გააკეთება. ეხლა როგორი სიტუაცია არის? გალერეისტი არ მოდის და მიაქ რაც აქ რა გაკეთებული. და კომერციალიზაციას ამას უკეთებს, ხო? ყიდის და რაღაც. ამდე გალერეისტი მოდის და გეუბნება თუ კაი გალერეისტია, ნამდვილი გალერეისტია და ის რაც უნდა იყოს გალერეისტი, გეუბნება რომ აი მეშინ გაცლებ თავისუფლებაზე შეგაჩნია გააკეთე. მოკლედ მე მქონდა ორჯერ ეგეთი ბედნიერება რომ ესეთი გალერეისტი მყავდა, მის მეუბნება და ეგრე. ეს იყო ახალგაზრდა გალერეისტი და აი ესეც ესე იყო. ჩემთან მეუბნება გია, აი შენ თვლი ის გააკეთე. მე არ მაინტერესებს ეს კომერციული იქნება, გაიყიდება, არ გაიყიდება. შენ ჩაიდინე რაც გინდა. ვიფიქრე გავუკეთებ ამას მაგას და მე კაი მაცალე და მე მოვიფიქრე რაღაცას და მომიფიქრა ესეთი პროექტი. მოკლედ რა შეაქვს საქმე. ესე იგი ჩვენ ვიყიდეთ ხარის ფიგურა. ეს არის ხარი.
რომელიც იყო 50 წლის უკვე ეს ფიტური, სადაც გოლანდიაში ვიპოვეთ, ვიშოვეთ, წავიდა ეს კაცი, მიიღიდა ეს ფიტური, მე ასე მოუჭერით ეს ფიტური. და ესე იგი შუაში ჩავდგით სარკე. და მე დავუმაგრით, რა ქვია ამას კაცი? სური დაუმაგრეთ რა, ისე რომ გამოვიდა რომ ეს ხარი არის პირველი ტრანსვერსიტი ძროხა. ხარი, რომელიც პრინციპი გამოვიდა პირველად მოხდა ეგეთი რამე ისტორიაში. აი ხარი გახდა ტრანსვერსიტი, რა ქვია ტრანსჯენდერ ტრანსვერსიტი, რომელიც იმდენია სახელები რა გავიგე მომდეა. ხო და გამოვიდა რომ ეგეთი რაღაც მოხდა, ხო? ესე იგი მე ესე იგი ეს დავამაგრეთ, ეს სოკოლი გავუკეთეთ, იქ აწერიათ სოკოლს ესე იგი unfinished project აწერია ამ სოკოლს და გავაკეთეთ ძალიან დიდი სერია აკვარელებს. აკვარელი არ არის ჩემი ტექნიკა, მე არ მიმუშავე სპეციალურად ავიღე ეს ტექნიკა, რომელიც არ ვიცი რომ მეტი უშუალობა მქონოდა, მეტი ხავი მქონოდა და გავაკეთე უამრავი აკვარელი, ეს სულ სხვადასხვა სტილში, ექსპრესიონიზმი, რაღაც აბსტრაქციონიზმი, რაც კი იმპრესიონიზმი, ყველა სტილში, რაც კი არის საერთოდ, რაც კი ვიცი მე, ხო, კულტურული რაღაცა, ტრადიციები რაღაცები და აი ესე დიდი ნოხი. და სიუჟეტებიც, აი რაც კი გაელვებულა საერთოდ რა, რომელშია მე დაახლოებით 80-90, 4 თვე ვიმუშავე ესე იგი ამ აკვარელების თელ სერიაზე. და გამოვფინე აი ესეთი ფორმით. აი ესეთი ფორმით, ეს აი ეს უფორმო ტალღის სახე ქონდა. აი ესე თითქოს აი კულტურული რაღაც ტალღა ესეთი და მაგისგან შეესწრება და ეს ედგა წინ და ეს ყველა ნამუშევრები ირეკლებოდა ამ ხარში, ამ ნახევარ ხარში, აი ამ რაღაც იმაში, სარკეში. ესე იგი შენ რო შედიოდი, შენ კი ხედავდი რომ ეს ნახევარ ხარია თუ ძროხა და ესე იგი ზოგადად რა ხა მოუხდა რა იქნება იქ რა ხოიცი რაც უნდა იყოს ხო ეს რაღაც უჭიდან აწლავები და რაღაც და ამ დროს ხედავდი აი რაღაც ტრანსცენდენტულ ამ იმას სარკეს რაში მთელი ეს კულტურა ირეკლება რა ჩვენი თანამედროვე კულტურა თავის მთელი ამ ყველაფრით რა და ეს იყო ძალიან დიდი უცნაური ესე იგი მე თან შევიდექი თან შენ პორტრეტსაც ხედავდი და ამ ფორმზე ხედავდი ესე იგი შენ ხარ ამ კულტურის ნაწილი შენ ურიხარ ამას წინ ამ დროს იდეკლები აი ეს ხელში წინ და გამოვიდა რაღაცა ესე იგი რა დავარ თქვა unfinished project იმიტომ რომ ასე ჰაბერმასი ეძახის მოდერნის პროექტს რომ არ დამთავრდა მოდერნი არ მიეცა ამას ბოლო არ დაესვა წერტილი ესე ჰაერში დარჩა და რა მოხდა მოდერნიზმმა დაიწყო თავისი ძალისხმევა როგორც ხარმა აი ტორერობს რა რომ აი ესეთი მოძრაობა ხარის და დაამთავრა რომ მეწონა ძროხა იმენა მოწონს მოდერნიზმი ხო ესე იგი აი გადააქციეს იმათ არის იდეა კარგად და მილიონები ღირს და ეგრე პიტერ ცოცხალ მხარე 20 მილიონი ღირს ხო ესე იგი ეს ხო საშინელი მხარეა კიდე არდეს ხო იმიტომ რომ ორი მხარეა გადა როგორც ოლივერ ტვისტი რა აი ეს ოლივერია ფანტასტიკური ხო რა როგორც ანგელოზი და მე ხდება ვიღაც იმასთან კურდებთან ხო და ხო გახსოვთ თავარი კურდი ნებელი რასაყორელი და როგორია ხო და რა გააკეთა იმან პოლიანსკი ხო სასწავლებელი ფილმი გააკეთა მაგას ესე იგი დაახლოვა ისინი ესე იგი აი ოლივერი ეს კურდი ეს რაღაც ერთი საწყისია ერთი რაღაცა არის ზეოტონი არის ერთი საწყისი და ეს მომიტანა ერთად და ეს არის ძალიან საინტერესო ეს მაგ ფილმში ეს ძალიან სერიოზული იდეაა რა მოტანილი რომ აი ესეთი მომენტი არსებობს ხო და აი ესეთი ისევ აი ესეთი რაღაცა რა ნამოკებით რაღაცა მიმართები რა ვცდილობ რომ გავაღვიძე კულტურული ცნობიერებისთვის საინტერესო რეფლექსიები და მოვახერხო რომ აი თქვა ადამიანმა დაიწყოს ამაზე ფიქრი და რაც შეეხება ხელოვნებას და ოლივერიაც მოვიტანდა ის მე ეგ რა არის მთელი ეს ტანი რაც ხელოვნებას მე შეძინა სოციუმმა როგორ აქცევს ის კომოდიტი თამას ყველაფერს და რას უკეთებს ეს არც არ ეხება ამას ხატვარი არ აკეთებს. ხატვარი აკეთებს იმას, რაც მე დღეს გელაპარაკებით აქ. აი იმას, აი ტკივილს აკეთებს, აი რაღაცას, აი ამ უზარმაზარ აზროვნებას რამენაირად რომ გაერკვეს და თავისი გზებით და რაღაც ახლებურად მოიტანოს ის იდეები, რომელიც ლამის რასაც ვეძახით, ხო? ჭეშმარიტების და იმის იდეები, აი ეს ცოცხლა და განაახლოს და მოიტანოს და ის მე მოგმულია, მე კაპიტალიზმი იმას ეცოდა აქედან სიმახინჯე გააკეთა, მართლა სასწაულის სიმახინჯე გააკეთა, რომ 80% ხალხის ვინც უზარმაზარია სხეული, აი რასაც არც წინს ვეძახით, 80% არიან ესე იგი არაპროფესიონალები.
ვინც ჩაბმულია კოლექციონერები, დილერები, ეს გალერისტები, ისინი არ არიან პროფესიონალი, მაგრამ არ არიან უნივერსიტეტები დამთავრებულები. ეს ნერენ ძელიცები, რომელიც ეს საქმოსნობიდან შემოვიდნენ. მე იქ რუსები ნაჟივაიც რა რაღაც კიდე რაღაცებად აზეც მოდიან კიდე რაღაცა, მაგრამ პრინციპულად ეს ძალიან ისეთი ის არის რა დრამატული სიტუაცია და რომელსაც ვერ გაიქცევი. ვერაფერ შეგვარეთ, რა არ გააკეთოთ, ჩავკეთოთ რაღაც ხო? და ესეთი სხეული შეიძინა ამ ყველაფერმა და ბოლოს ძროხად იქცა მოდერნიზმი, რომელიც ყველაზე უფრო ესეთი გაბრძოლებისთვის გამზადებული იყო და უნდა და ბოლომდე გაიყო და გაიხსენ დადაიზმი, გაიხსენ სიურეალიზმი, ესე იგი რეებს ლაპარაკობენ, დადაისტებმა გაუგზავნეს დალაი ლამას წერილი, რომ ჩვენ ყველაფერი გავასუფთავეთ, აი ჩვენ ვართო ახლა 0 point, ესე იგი ჩვენ ახალ დაბადებული ტვინამდე მივიყვანეთ ისეთი სუფთებია და მოგვეცი გზაო. აი როგორ აი ღმერთთან როგორ დასალაჭეში მანწი როგორ წავიდეთ აი ესეთი დონე ეს არის მაგათი პათოსი ეგ უნდათ მაგრამ აი ესეთ სახის იღებს ბოლოს და ბოლოს როხა ხდება და წვენიან და ყველაფერს და აკეთებ მაგას ვერ გაიქცევი ეს მომენტი არის და ეს მომენტი უნდა გადაიტანო ამიტომ ვიცახი რომ ნამდვილი მხატვარი არის ყოველთვის დისიდენტი აი როგორც არ უნდა ამ სხეულში ცხოვრება არ მოწონს ეს სხეული მაგრამ უნდა იყოს ში და მუშაობს და აკეთებს და კიდე ამას ყველაფერს ადებს აი ესე იგი როგორ ვთქვათ ესე იგი ლაპარაკობს იმას რომ ეს ყველაფერი არ მუშაობს ეს სწორად არ არის აგებული აი ესეთი ფორმით ესე იგი ფაქტიურად დისიდენტია ეგეთი მხატვარი ახლა არ არის ყველა ეგეთი ხო მხატვარი არიან ეს კომერციაზე აწვევიან და ედიან კიდევ ეს ყველაფერი მაგრამ აი ეს ავანგარდი ვინც ინარჩუნებს ამ სულისკვეთებას ისინი ეგრე არიან და ფაქტიურად დისიდენტები არიან შიგნით აი ამ სხეულში თანამედროვე ხელოვნების. აუ, Bravo.